გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგყევით TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე და გვიყურეთ და გვისმინეთ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასევე ცოტა შევეხებით შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო ომს, მოდი ესე ვთქვათ, წარვადგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს, საერთაშორისო გამჭვირვალობის მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე და ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. პირველ რიგში ეკონომიკაზე საუბარი მინდა დავიწყო ხაზინის ანგარიშით 2025 წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოვიდა იანვარი-მარტის, რომლის თანახმადაც იყო პროგნოზირებულზე ოდნავ ნაკლები, დაახლოებით 60 მილიონით თუ არ ვცდები შემოსავლები. შემდგომ გამოვიდა ოცნების ფინანსთა მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე ხო, გიორგი კაკავურიძე, რომელსაც თქვა, რომ ეს ძირითადად აიხსნება რაღაც აქციზის ნაწილში კლებით, ამაში არაფერი საგანგაშო არ არისო. აქ საყურადღებო რაც არის, პირადად ჩემთვის რა, გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაც აქვს ქვეყანაში, რომ ვერც ერთ სახელმწიფო უწყებას ვეღარ ენდობი, იგივენაირად ბოლომდე ნდობა არა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ არ მაქვს, პირადად მე რა. პირობითად რო ავიღოთ მთელი ამ წლების განმავლობაში იგივე ქართული ოცნება მაგალითად იყენებდა ეგეთ მანიპულაციას, რომ მოსახლეობას ეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს გაუგონარი ზრდა 4% და აი გერმანიას აქვს 0%, 0.1%, რაც რეალურად იგივეა, რომ ახლა პენსიონერს რო უთხრა, რომ შენი პენსია გაიზარდა 100%-ით და ვიღაც მილიარდერის შემოსავალი სულ რაღაც 0.1%-ით რა, ანუ არათანაზომად რაღაცებს ადარებ ერთმანეთს და ანუ იგივე სტატისტიკას რაც შეეხება ადგენენ და იმპორტში შეიყვანეს 2025 წელს 440 მილიონ $ზე მეტი ღირებულების ფერწერული ტილოები, რაც გასაგებია ვინც შემოიტანა ერთმა ადამიანმა და ნუ დაახლოებით ახლა რო ვთქვათ, რომ აი 4 ადამიანს, 3 ადამიანს ჩვენ ბიძინა დაგვიმატოთ, ჩვენ შემოიტანეთ 440 მილიონი $ის ფერწერული ტილოები. ანუ აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც დიდად ჩემში ნდობას არ აღძრავს რა. ხარ თქვენი მიდგომა შეიძლება განსხვავებული იყოს და პოზიცია. აი რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რამოდენიმე თემაშია ერთი და მოდი რომ განვაზღვრო ეს საიდან მოდის ხო ერთხელ არის რომ თავრო ხელისუფლება ამის რაღაც მაღალ რიცხვებს, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ასე შემდეგ და მე არის კრიტიკული აზრი რომ თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს, მაშინ ესე რატოა იგივე გადასახადების გეგმა რატო ვერ შეასრულეთ? 99% რაღაც იყო თითქმის შესრულდა და მე მგონი მეორე მხრიდანაც არის პრობლემა რომ ამას ვერ ადასტურებს თქვა იგივე ფინანსთა მინისტრი იქნება თუ სხვა ისე დამაჯერებლად ვერ ხსნიან ამას თქვა მეც რომ ვკითხულობ თუ არიცი წინასწარ აქ რა ხდება იქიდან ამას ვერაფერს ვერ გაიგებ და მე მიდიხარ სტატისტიკის უნდობლობას იწვევს რომ თუ 10-11% ეკონომიკური და მაშინ გადაჭარბებით უნდა ასრულებდე გადასახადებს და ნუ რაღაც ძალიან ისეთი ტექნიკურ საკითხებში შედის ხო ნუ ეხა ის ახსნა რომ აქციაში იყო კლება იმიტომ რომ სიგარეტზე გაზარდეს აქციის და წინასწარ შემოიტანენ და ამან იმპორტის აქციის და დღ-ის გადასახადს დაიტყო იმიტომ რომ წინასწარ ჩაირიცხა და რაღაც ეხლა არ ჩამორჩა ხო იმ პატარა ცომილების ახსნა თეორიულად ეგ შეიძლება იყოს ხო იქ არის მე კიდე სხვა გადასახადებშია ბევრი თანხა 340 მილიონი დაგროვილი და იქიდან მე ნაწილი შეიძლება უკვე აპრილ-მაისში დღ-ში გადანაწილდეს მაგრამ ძალიან ტექნიკური საკითხებია მაგაში ალბათ მეტი სიხმისეულად შესაძლოა მაყურებლისთვის დიდი აზრი არ კონდეს მაგრამ რაღაც ყურადღებას იქცევს მაინც და ეგ კიდე სხვა საკითხია რომ რატო აიწა საერთოდ ეგ თემა როცა იქ უფრო მნიშვნელოვანი თემა იყო ბიუჯეტში საერთოდ არ ჩამოირიცხა პირველ კვარტალში უცხოური გრანტი და უცხოური ცესხიც ჩვენ ვიცოდით რომ უცხოური გრანტები გაყინულია და ამაზე ნათქვამი ქონდა და აღარ მოგცემთ პირველ კვარტალში ნულია მაგრამ არის სესხების საგარეო სესხის ორი კატეგორია ინფრასტრუქტურული სესხი, კაპიტალური სესხი და საბიუჯეტო სესხი. კაპიტალურ სესხებს გვაძლევენ გზები რო იგება და ასე შემდეგ და საბიუჯეტო სესხი ნულია. თუ სწორად მახსოვს 65 მილიონი ლარი იყო პირველი კვარტალი და საერთოდ არ ჩამოირიცხლა და მე თქვა დიდი სრული მქონდა ერთი კვირა ამაზე გველაპარაკა, ვიდრე იმ რაღაცა ტექნიკური ამაზე 99.4% შესრულდა და 100 რატო არ შესრულდა. თან მთავრობის დადგენილი გეგმა, იქნება გეგმა ჰქონდა გადაჭარბები და რაღაცა, ხო? ხო, ამიტომ ეგ არ იყო ეს ისეთი მე ვფიქრობ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი და არ უჩვენებს რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. თუნდაც თუ შესრულდა 99.4, იმიტომ რომ ნახოთ წლევანდელი 3 კვარტლის დღ წინა წლის 3 თვის წინა წლის 3 თვისთან თითქმის 10%-ითაა გაზრდილი.
ხო და ნუ თუ შენ ამბობ რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა მაქვს, კიდე ცოტა 2-3% ინფლაცია და დაახლოებით იმას მიყვება. ნომინალური მთლიანში და პროდუქტის და საგადასახადო შემოსავლების და მიყვება, მაგრამ პრობლემური ეს არის. რომ თურმე გაჩერებული ყოფილა უცხოური კრედიტი და ამაზე უნდა მიწოლოდეთ ფინანსთა სამინისტროს რატო არ ჩამოგირიცხეს პირველ კვარტალში საერთოდ სესხები. და ოფიციალურად არ უთქვამს გერმანიის გარდა სხვებს, რომ სესხებსაც აღარ მოგცემთ. შეიძლება გერმანიის ნაწილიც იყო ამ 65 მილიონში, მაგრამ აი რაღაც აქ პრობლემა აქვს. ეგ თქვა გაცილებით საინტერესო იქნებოდა. წარმატებებს გისურვებთ, ახალი პლატფორმა და ძალიან საინტერესო ადამიანებით დაკომპლექტებული საინტერესო სტუმრებით და ეპიზოდებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება YouTube-ზე თქვენი პლატფორმა. ხო, რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ბიუჯეტის ნაწილს ითქმის პირდაპირ თქვათ ფინანსთა სამინისტრო და ის აქვეყნებს ამ მონაცემებს შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნდობა მათ შორის შესრულებასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვენდობთ ხელისუფლებას და მის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებს, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შეუძლია გარკვეული манипуляციები და ხო, შესაძლებელია რაღაცების როგორც ვიცით, ან გარკვეული გადასახადები წინასწრებით გადაახდევინეს ზოგიერთ ბიზნესს, ალბათ მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს თხოვეს, რომ რაღაც გარკვეული ტიპის გადასახადები წინასწარ გადაეხადათ და თან ეს გადასახადები ძირითადად მოიცავს მაგალითად დეგეგი არის დამოკიდებული პირდაპირ იმაზე როგორ მუშაობს ხო ეკონომიკა. თქვა საშემოსავლო გადასახადი იმდენად არ არის დამოკიდებული შემოსულობების და შემოსავლო გადასახადიდან როგორც დეგეგი. ფაქტია რაღაც პრობლემები არსებობს, იმიტომ რომ მართლაც ბესოს თქმის არ იყოს არადამაჯერებელი იყო რეაქცია მათი. შეიძლება თვითონაც არ ჩათვალეს დიდად მნიშვნელოვან საკითხად, თუმცა აქამდე ეს არ მომხდარა წლების განმავლობაში, რომ რაღაც თუ რაღაცა მნიშვნელოვანი კრიზისი არ იყო, თქო, პანდემიის დროსაც კი რაღაცა მნიშვნელოვანი დანაკლისი გეგმაში, როგორც წესი, არ ხდებოდა. ამიტომ ეს იყო ალბათ და სავარაუდოდ ეს უკავშირდება იმას, რომ გარკვეული მოლოდინები ბიზნესშიც არის შესვლილი. ჩემი აზრით, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს თითქმის 100%-ით შესვლა ცოტა დააკდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა კრიზისშია, მაგრამ მოლოდინების ფორმირებისთვის ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა და იმის აღსაქმელად თუ რა მოლოდინებია დღეს ბიზნესში, თუნდაც საკუთარ ბიზნესში რეინვესტირებასთან დაკავშირებით, ახალი ფულის შემოტანასთან დაკავშირებით ქვეყანაში სესხების ნაწილშიც კი პრობლემა აქვს უკვე როგორც ხედავთ მთავრობას. კი ბატონო. აი მოლოდინებზე მინდა გავაგრძელოთ, ან ზოგადად ეკონომიკაც არ არის ზუსტი მეცნიერება რა, ძალიან ხშირად 2+2 შეიძლება აქაც არ უდრიდეს 4-ს, ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ვარიანტი, ანუ უფრო ზუსტია ბუნებრივია. მაგრამ მოლოდინები ბევრ რამეს განსხვავებს, მოლოდინები მართავს ეკონომიკას, ხო? გამომდინარე იქიდან რა პროცესები მიმდინარეობს 2024 წლის გაზაფხულიდან, ხო, რუსული კანონის მიღება და მასობრივი პროტესტები ამ პროტესტების რაღაც სისხლიანი დარბევა და ის რომ საქართველოს თავისი კანონებით არაღიარებული არალეგიტიმური პარლამენტი პრაქტიკულად ახლა ბელარუსს გაუტოლდი, არაფერი მაგათზე უკეთეს მდგომარეობა სამართლებრივად გვაქვს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ვერ იტყვი, ხო? და ნუ ბუნებრივია მოლოდინები შეიძლება მთლად ოპტიმისტური არ იყოს, ხო? ანუ არ მოუნდეს ადამიანს თავის ბიზნესის გაფართოება, ვიღაცას არ მოუნდეს აქ ფულის ჩადება და შემდეგ რა ერთი პროექტი მე პირადად ვიცი, როდესაც შვეიცარიიდან იყო და 100 მილიონ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებაზე იყო საუბარი საქართველოს ენერგოს სექტორში და ეს ჯერ კიდევ წინა წელს ჩაიშალა აი პრაქტიკულად ხელმოწერამდე მისული პროექტი რა. ამავდროულად საქართველოს ეკონომიკაც რო ავიღოთ, შეიძლება ბევრიც არ იყოს ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი იყო კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი რა. ნუ ძირითადად IT სექტორი გაიზარდა სადაც 2022 წლიდან იზრდება და 2023 წელს შეადგინა 892 მილიონი დოლარი, 2024-ში 800 მილიონამდე იყო და ეს არის სექტორი, რომელიც ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, ბუნებრივია, ძირითადი კლიენტი მოდიას თქვათ იყო შეერთებული შტატები, შემდგომ დიდი ბრიტანეთი და მალტა თუ არ ვცდები და ამავდროულად გადინება IT სექტორში საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას დასაქმებული ადამიანისთვის. აქვს თავისი ლეპტოპი, იღებს ამ ლეპტოპს, მიდის სხვა ქვეყანაში, სადაც მისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოა. ამ გარემოში იგულისხმება არა მარტო დაუშვათ რაღაც საგადასახადო შეღავათი, რომელიც მას შეიძლება ქონდეს, სადაც კარგად ცხოვრობს. ეხლა პირდობითად რო ავიღოთ რუსი თუ უკრაინელი რელოკანტები, რომელთა რიცხვიც ძალიან მაღალი იყო და ასევე IT სექტორში ბევრი შემოვიდა რუსეთიდან და უკრაინიდან, იქ შეიძლება ახსნა, რომ გაწვევის ეშინოდა, ომის ეშინოდა და ამიტომ წამოვიდა საქართველოს. მაგრამ პირდობითად რო ავიღოთ
ბელარუსი IT სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ჩამოვიდა, აშკარაა, რომ მას ომში გაწვევა არ ემუქრებოდა. სადაც 3 წელიწადი ბატკა არაფერში ჩაბმულა, არც მგონია, რომ 3 წლის მერე ჩაებას ომში, მაგრამ ის აშკარად წამოვიდა, რომ ეცხოვრა მისთვის უფრო კომფორტულ ქვეყანაში, სადაც, რავი, ადამიანის უფლებები მინიმალურ დონეზეა, ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდის და ასე შემდეგ. რადგან ერთი სექტორის მაგალითია საკმაოდ მზარდი, თანახმად ტექნოლოგიური სექტორია, სხვა სექტორებში, ახლა იგი შენებლობის სექტორი ძალიან მოწყვლადია მოლოდინების მიმართ. ესე IT სექტორი აჩვენა ერთი კაი მაგალითი პოლიტიკას რო თავი დავანებო, თუმცა ქვეყანაში შეიძლება მართლა სუფთა ფურცლიდან რაღაც მოხდეს. გასაგებია მიზეზები არის ობიექტური ომი რაღაც ეს, მაგრამ ეგ ხო ისედაც გაკეთებადი იყო თუ შესაძლოა სწორი პოლიტიკა გექნებოდა, ხო? როცა ჩვენ რაღაცა ვეძებთ, აი რა შეიძლება განვითარდეთ, რა შეიძლება იყოს საქართველოში რაღაცა ძლიერი დარგი და ასე შემდეგ, რაღაც ტრადიციულ დარგებზე ვართ ჩამოკიდებული, თუმცა შეიძლება IT-ს უცები ფული შოურ 3 წელიწადში, რომელიც ერთ სოფლის მეურნეობის ექსპორტს გადაასწროს, ხო? 3 წელიწადში ამ ხრივ კარგი მაგალითია ჭკვიანმა ხალხმა, თუ ოდეს მეგვეყოლება მთავრობაში, ამ უნდა ისწავლონ, რომ აი თურმე შეიძლება რაღაც ნულიდან დაიწყო და ძალიან სწრაფად ქვეყანამ ბევრი ფული იშოვოს, ხო? რაც შეეხება ხა იმას, რასაც ამ გასაგებია, რომ ძალიან დიდი ბუსტი, ანუ მიცახა უხელი უჯიკა ბევრი, ალბათ სულ მცირე 10,000 რუსი ემიგრანტი მაინც იქნება, შეიძლება 15,000-იც დასაქმებული, ჩვენთან მაღალ კვალიფიციური ადამიანები, რაღაც რამდენიმე 1000 უკრაინელი, ბელარუსი, ხო? ამ სექტორში ეს იყო მთავარი და ასევე იყო ერთი ფაქტორი საგადასახადო შეღავათია 2021 წლიდან იმ კომპანიებზე, IT კომპანიებზე, რომლებიც საერთაშორისო ოპერაციებზე მუშაობენ, თუ უცხოურ ბაზრებზე მუშაობენ, თუნდაც აი ეგ კარგი მაგალითია, ხო? თურმე შენ თუ იძლევი რაღაც საგადასახადო შეღავათს, რამხელა კარგი შედეგი შეიძლება მოგცეს, ხო? ეს რაღაც კონკურენცია დიდი ამ ბაზარზე მსოფლიოში და საქართველოს ამ კუთხით აღმოჩნდა საინტერესო დაბალ გადასახადებს იხდით, აქედან აწვდი და ასე. ამით შეიძლება მე უფრო ნაკლები ფული შედის ბიუჯეტში, ვიდრე შევიდოდა რომ რაღაც მაღალი დაგეგმა ყოფილიყო, თუმცა შემოსავალ სტოვებს და ალბათ ბოლო წლებში რასაც ყველაზე მეტად ამ ახალ გავლენაზე იქონია გავლენა 700 მილიონი დოლარი წელიწადში ძალიან დიდი თანხა არის კურსის სტაბილურობისთვის. და თუნდაც აი ბოლო ეხა იყო რამოდენიმე თვე აქციების და ამის გამოვარდნილი, მაგრამ რაღაც 2.6-2.7 შორის სტაბილურადაა, ხო, ბოლო 2 წელია და ამაშიც ამან ძალიან დიდი მნიშვნელობა ითამაშა. თუმცა არის იგივე რისკი, რომ უბრალოდ არის რისკი, რომ ეს ხალხი უკან გავიდნენ. ეს ხალხი უკან გავიდნენ უკრაინა რუსეთის ომის დასრულების გამო, ან შეიძლება ეს ომი არ დასრულდეს, მაგრამ აქ სიტუაციის გაუარესების გამო. შეიძლება პირველი უკრაინელები წავიდნენ, თუ ჩვენ ახლა ესე გააგრძელა, ხო, რეპრესიული რეჟიმის გაგრძელება, მე ბელარუსები მიყვნენ და მათ შორის შეიძლება რუსები. რუსები ყველა არ გამოქცეულა, იმიტომ რომ ომის გაწევების ეშინოდა და აუტანელი იყო მათთვის სიტუაციასთან. ანუ შეწუხდნენ, ასე შენ ცხოვრობ ქვეყანაში რაღაცა უდანაშაულო კაცს. ესეთებიც არსებობენ, მე ვიცნობ რა მოდი. ლაიქის გამო არ უნდა შემომგვარდათ. მე ვიცნობ რა მოდი, გოგუებს ხარ წაიყვანდნენ ომში. შეზღუდათ ის გარემოში. ცოტა ეგეთი შეიძლება, მაგრამ არიან. შეზღუდათ და აღარ უნდა და აი რო ვეუბნები, ომი რო დასრულდეს არ დავბრუნდებიო თქვა რაღაც ეგეთი ნაწილიც არის, იმიტომ რომ სანამ პუტინი ამიქ არ დავბრუნდებია და რაღაც ესეთი. ეს არის, მაგრამ ნუ შეიძლება ათასობით ადამიანი ალბათ დაბრუნდება, მაინც ეგ მცირე ნაწილი ესე ვიმეორებ, თუ ეს ომი დასრულდა და ეს გაწევების შიში და ეს მარტო IT სექტორს არ დაეტყობა, უამრავი მაღაზია, კაფე, ბარი, რა პატარ-პატარა კომპანიები რო გვასვეს დაიხურება ყველა. ხო, და ამაზე სხვათა შორის ეხლა ვიღაც ახსოვს თორე ევროკავშირის ბოლო ანგარიში რო დაიდო კანდიდატის სტატუსი რომ მოგწეს და ახალი დავალებები და რაღაცა იყო ეს უნდა გააკეთო, იქაც ეწერა რომ აი რეიმიგრაციის დიდი საფრთხეა და მე ეს ხალხი უკან რო წავა ეკონომიკის დიდი რისკია და ამისთვის უნდა მოემზადოთ და რას გააკეთებს და რაღაც ესე შემდეგ და უბრალოდ ქართული ოცნების ქმედებებმა ეს რისკი გაზარდა, იმიტომ რომ ომი დასრულებოდა ეს ხალხი დარჩენილიყო მაინც. ხო, თუ დემოკრატიული, ნორმალური რაღაც ქვეყანა იქნებოდა, მაგრამ ეხლა გაზარდა ეს რისკი, რომ წავიდნენ. ესენი იმას აკეთებენ, ქართულს არ მოუნდება აქ დარჩენა და რატომ უნდა მოუნდეს, ავი ბელორუსთან, ჩერნოგორიასთან. ხო, თავარი აქვს, შეიძლება რუსეთში არ დააბრუნდნენ, სხვა ქვეყნებში გადავლენ. კი, ხო, ეგ არის თავარი. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ აღნიშნეთ ორემ რომ სად მუშაობ, რომ მით უმეტეს როცა ემიგრაციაში ხარ, ხო, ეხლა თუ რაღაცა ისეთ რამეს გამოეკეცი, რაც მე იმ ქვეყანაში გხვდება, სადაც გაიქეცი, ხო, არანაირი რაღაცა მიჯაჭვულობა არც ერთ ბელარუსს დარწმუნებული ვარ საქართველოს მიმართ რაღაცა მენტალური არა, როგორც ჩვენ, ხო? და ჩვენთვისაც კი შეიძლება ითქვას, რომ გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება და სამწუხაროდ აი იმ ილუზიას, რომ ყველაფერი მაინც ძველებურად შეიძლება
გააგრძელდეს, ქართველებსაც ვატყობ, საქართველოს მოქალაქეებს, ხო, არა მარტო უცხოელებზე რო არ ვისაუბროთ. რატომღაც ზოგს აღქმა აქვს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი, თქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, მედიას გადაიმტრევს მუხლზე, ასე ვთქვათ, და ისინი ჩვეულებრივად რაღაცა თავისი პატარ-პატარა საქმეების, ბიზნესების კეთებას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. ვერ გააგრძელებენ. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, იმიტომ რომ თუ ის IT სპეციალისტი ხვდება, რომ აქ გარემო ძალიან ნელ-ნელა ემსგავსება თუნდაც საკანონმდებლო ბელარუსისას, ხო, ქართველი უფრო უნდა ხვდებოდეს ამას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მას პირადად შეეხო თუ არა რეჟიმის ეს რეპრესია და ეს რა თქმა უნდა ბიზნეს გარემოზე, ზოგადად მოლოდინებზე, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, ხო? ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ის, რომ ევროპული ქვეყნებიდან ჩვენ არ გვინდა გრანტი, ხო, 28 ნოემბრის განცხადებაში ეს იყო, რომ არ გვინდა არანაირი ფული მათგანო, ხო? კობახიძემ ეს თქვა, ხო და ეხლა ეს როგორი სიგნალია ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომელსაც საერთოდ შეიძლება არ უნდა ამ პოლიტიკურ პროცესში ჩარევა. უბრალოდ ქვეყანა იცის, ანუ ამაზე აქვს აწყობილი თუნდაც თავის ბიზნესი, რომ ქვეყნის მიმართულება არის ევროპისკენ და უცებ ერთ დღეში ჩამოუშალა მათ შორის თუნდაც ქართული ოცნების მომხრე ბიზნესმენისთვისაც, ხო? ეს ვითარება ხო შეიცვალა რა. ნუ მარტივად რომ დავაკვირდეთ, ავიცი, ისე გაუხარდათ იტალიაში მივლინებაში წასვლა, რომ ავიცი, ქელეხში წასვლაც კი გაუხარდათ, მთელი ადმინისტრაცია წაიყვანა, მე მგონი ყაველაში უნდა დაიღალნენ უზბეკეთში და ბაქოში სიარულით. სხვაგან რო ვერ დადიოდნენ და ანუ ამაზე იყო აწყობილი, ხო, რეალურად ბიზნესიც, მათთან დაკავშირებული ბიზნესი, თუნდაც რომ ქვეყანა მიდიოდა ევროპული მიმართულებით და უცებ ეს ყველაფერი ერთ დღეში რაღაც განცხადებით ჩამოიშალა, მაგრამ აქეთკენ ნაბიჯ მიდიოდა და ამას შეიძლება თვითონ ვერ აღიქვამდნენ დიდად, მაგრამ ამ განცხადებამ ყველაფერი ნათელი გახადა საბოლოო ჯამში. აი აქ მდინარის განცხადებები რომ გავიხსენოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია თუ შეჩერდება და ამას გადავიტანთ, კიდევ უფრო დამოუკიდებლები და სუვერენული ვიქნებით. აი, საზღვრები რომ საერთოდ ჩავკეტოთ, გამოვიკეტოთ გამოქვაბულებში შუქი, დეინი გავთეშოთ და ინტერნეტი, ხო კიდევ უფრო მეტი სუვერენულები ვიქნებით. საერთოდ საფლავშია ყველაზე სუვერენული ადამიანი. საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება, ხო? ხო და ან იგივე თემასო დაუბრუნდეთ რა, ვიზა ლიბერალიზაცია ეგ არ იყო მარტო შესაძლებლობა რომ წახვიდე უვიზოდ. ეს გზავნილი სხვებისა რაღაც კლუბში მიგიღეს და შემდეგ, ხო, იგივე ხა კოპიტნარის აეროპორტზე რამდენად დადებითად აისახა ვიზა ლიბერალიზაცია და რამდენი სამუშაო ადგილი მიება, ხო? ეგეც ხო საინტერესო ფაქტორია. ხა იგივე სამშენებლო სექტორზე მინდა უბრალოდ თქვენი აზრი მითხრათ, წინა წელს 2024 წლის მონაცემებით თბილისში გაიყიდა რაღაც 3 მილიარდი დოლარი ღირებულების ბინები. რა? მაგრამ აი დაახლოებით 2 კვირის წინ უკვე თუ არ ვთქვი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოუშვა გაფრთხილება რაღაც საქართველოში და თუ არ ვთქვი უბრალოდ თაღლითობებზე იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ რომ ბინები არ იყიდოთ. იმიტომ რაღაც რაოდენობით პოლონელები ყიდულობდნენ. ანუ იგივე ისრაელიდან იყო და არის გაზრდილი როგორც ტურისტული ნაკადები, ასევე იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც აქ ყიდულობს უძრავ ქონებას. მაგრამ ისევ და ისევ ისრაელიდან რომ მოდიხარ აქ გინდა სავარაუდოდ გაიქცე არასტაბილურ გარემოს. ხო, ეხა ისრაელი ისტორიულად მოგეხსენებათ როგორი მასშია. დრას ფიქრობთ აი მშენებლობის სექტორზე, რომელიც საკმაოდ მსხვილია საქართველოში და სხვა მასთან მიმულ სექტორებზე, თქვენი პროგნოზი რა იქნება და როგორ აისახა თუ აისახება ეს ყველაფერი? ჩვენ მქონდა პანდემიის მერე მშენებლობის ბუმი უფრო აი 2022 წლიდან და ეს გამოიწვია ისევე მიგრანტების შემოსვლა, როგორც კი ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა ქირაზეც, ყიდვაზეც, უცებ ჩაიდო ინვესტიციები ამ ბიზნესში და ეხლა რაღაც გაჯერებულია. და ეხლა უკვე აღარ არის იმდენი ახალი ნაკადები და ხო, არ ვიცი, ისეთი ტემპი ვეღარ იქნება. ну ეხლა ეს უბრალოდ ასე კლებაც რომ იყოს, კლება ნიშნავს რომ თქვა მილიონი კვადრატული მეტრი აშენდა შარშან, შეიძლება ხა შედეთ 990.000 კვადრატული მეტრი, ეს კატასტროფა არ არის, ხო? უბრალოდ ეს როცა წლებს ვადარებში რომ მაინც ბევრი აშენდეს, მაგრამ არ ნიშნავს რომ ამ ტემპს რაღაცა შეინარჩუნებს, რომ მილიონი კვადრატია რაღაცა ეს აშენდება, ხო? ხო, ну თვითონ სამშენებლო სექტორი ძალიან დიდი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის რო განვითარებადი ქვეყანა და ბევრი რაღაც ესე თქვა შენდება. მე ამაზე გადაბმულია საბანკო სექტორი თავის იპოთეკური სიცხები და ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული საბანკო სექტორი სწრაფად იზრდება თუ ეს სექტორი იზრდება. ძალიან დიდ როლს თამაშობდა უცხოელების შესყიდული ბინები, რასაც სამბუთით რომ რადგან საქართველოში ტურიზმი სწრაფად იზრდებოდა და იგივე ემიგრანტები და დიდი მოთხოვნა იყო ბინებს, ამას უყურებდა როგორც ინვესტიცია. იყიდე 2-3 ბინა, გააქირავე და უბრალოდ გააქვს შემოსავალი, საკმაოდ კარგი შემოსავალი, ხო? და ეს
აღარ იქნება ესე, თან მიწოდება ძალიან გაიზარდა. ანუ ამ ბინების უმეტესობა ფაქტობრივად შენდება აპარტამენტებს, რასაც ვეძახით, ხო? ანუ არ ყიდულობენ საცხოვრებლად, რაღაც აქირავებენ, როცა თვითონ არ ცხოვრობენ შიგნით, ხო? რაღაც როგორც საცხოვრებელი სახლი, სასტუმროს ფორმა არ აქვს და კორპუსი, რეალურად ინდივიდუალურად ესე აქირავებენ, ხო? ნუ აქ მინიმუმ ქრისტო ბუმს არ მოველი, არაფერი არ ხდება ხა ისეთი, რომ აქ რაღაცა სექტორში რაღაც ეს თქვა ბუმი იყოს და მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ტურიზმზე და არის კიდევაც, იმიტომ რომ ბევრი ტურისტი ჩამოდის და სწორედ ამ ბინებში ერთი კვირით, ორი კვირით, ერთი თვით, რამოდენიმე დღით ქირავობენ ამ საცხოვრებელ იმას და აი მაგათ რომ დაიწყო კრიზისი ჩვენთან ეს აი 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების მერე დეკემბრის თვე და იანვარიც მიუხედავად იმისა რომ საახალწლო პერიოდი იყო და ამ დროს ჩამოდის ტურისტი ძალიან რთული იყო მათთვის დაიცალა გარბოდა აქედან ტურისტი როცა ყოველ საღამოს დარბევები იყო რუსთაველის გამზირდა და შეიძლება ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რომ მე ისეთ ძალადობას აღარ ავლენენ არ ვიცი 10 თუ 15 დეკემბრის მერე როდისგან არის დიდი ესეთი დარბევა აღარ ყოფილა ხო რუსთაველზე მიტინგი შეიძლება ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმიტომ რომ როცა აქედან გადიოდა კადრები უცხოურ მედიაში რომ პოლიცია არ მისაკ ტურისტი აღარ ჩამოდიოდა ჩვენ ტურიზმისგან შარშან მივიღეთ 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი თუ პირველ ადგილზეა მაგდენ შემოსავალს ვერაფრით ვერ ვიღებ და მაგაზე დგას არამატო უამრავი ადამიანის შემოსავალი ფინანსური სტაბილურობას ლარის კურსის სტაბილურობა და ასე შემდეგ და ანუ იგივე სამშენებლო სექტორიც ამაზე მნიშვნელოვანი არის დამოკიდებული ხო. ამიტომ ხა თუ პოლიტიკური პროცესი უარესდება და რეპრესიული ხდება და შენ აქ სიმშვიდეს ვერ დაამყარებ, ეს ასახულია უკვე შეიძლება ითქვას ტურიზმი, იმიტომ 2% იყო ზრდა, ეხლა ხო რაც გამოაქვეყნეს პირველ კვარტალში, ნუ დაახლოებით, ანუ იმდენი იყო, რაც შარშან რაღაც როცა ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპი გქონდა აქამდე. ტურიზმის 15, 10 იყო 20%-იც იზრდებოდა და ხა შეიძლება ითქვას ზრდა გაჩერდა. ხო და აი მე უკვე შეიძლება რაღაც ეს კლებაში გადავიდეს. ჩვენთვის მაინც თავარი თქვა საზღვაო სეზონია, როცა მილიონობით კაცი ჩამოდის და იქ უფრო კარგად გამოჩნდება ეს ზაფხული შემოდგომა საბანკო ეს ხო ძალიან გადახლართული სექტორები ერთმანეთთან. სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, ხო კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია უკვე ჩვენ ვამბობთ ჯერ კიდევ როდესაც პირველი ნაკადი თქვა მიგრანტები შემოვიდნენ ამან საქირავებელ უძრავ ქონებაზე აწიაფასი რომ ეს იყო დროებითი ეფექტი დიდი ნაწილი წავიდა ქვეყნიდან ვინც დარჩა შეიძლება შეიძინა მაგრამ ხო ამოიწურა ხო ეს ეფექტი და შესაბამისად უკვე ბანკების მხრიდანაც დაკრედიტება ძალიან შემცირებულია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების თუ მათი ერთადერთი ბიზნესი არის თქვა სამშენებლო ბიზნესი და სხვა გარანტია, სხვა ბიზნესით არ აქვს. და ამის მიზეზი ერთ-ერთი არის მათ შორის თქვა იგივე ქართული ბანკების დონორი უცხოური ბანკები, ხო, ჩვენი ბანკები თანხებს მოიზიდავენ იმ ანაბრებიდან თქვა, რასაც ჩვენ ვინახავთ ბანკში, რომელიც არ არის დიდი წილი, რა თქმა უნდა, მათი შემოსავლების და ასევე მნიშვნელოვანია უცხოური თქვა ისეთ ინსტიტუციური დიდი ბანკებიდან, ხო, EBRD-ის თქვა აზიის განვითარების ბანკის და ასე შემდეგ, სხვა საკრედიტო ხაზები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესებისკენ იყო მიმართული, იპოთეკური შესხებისკენ იყო მიმართული და ამ მიმართულებით მათ შორის უცხოელების მხრიდან არის დანახული გარკვეული რისკები და ბანკების მხრიდანაც არის დამოკიდებულება, რომ უფრო სარისკო გახდა ეს სექტორი შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბანკი წინასწარ, ანუ საქართველოს ბანკები განსაკუთრებით არიან ინსტიტუტები, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის პულსაციაზე უჭირავთ ხელი და ყველაზე მალე ხვდებიან, რომელ სექტორში იქნება პრობლემა, რომელი სექტორი შეიძლება განვითარდეს. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა რომ დავაკვირდეთ და თუ ისინი ამცირებენ დაკრედიტებას სამშენებლო სექტორში, ესე იგი აი ეს ზრდის შემცირება, რაზეც ბესომი საუბრა, უკვე თვალსაჩინოა და არა მხოლოდ ბანკებისთვის, მათ შორის და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ამ სამშენებლო სექტორსაც ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიზნესი არის. გარდა საბანკო სექტორისა, სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებულია, მე ამას გარემონტება უნდა, ავეჯის შეძენა უნდა, ტექნიკის შეძენა უნდა და ხო, მილიონი საკითხია და მე შემდეგ გაქირავება, რა თქმა უნდა, ზოგადად უძრავი ქონების ბიზნესი და ტურიზმი ამასაც მნიშვნელოვნად ამუშავებს, თავისთავად ბათუმში განსაკუთრებით, ხო, ხა ამხელა კორპუსები რო აშენეს, ძალიან კარგად ხვდებით, რომ იქ სულ არავინ არ ცხოვრობს, ხო, ძირითადად არის გაქირავებული და არის უცხოელებიც მათ შორის, კიდევ საინტერესო იყო საინვესტიციო თვალსაზრისით უცხოელებისთვისაც, ხო და ეხლა ქართველი ემიგრანტი რო საქართველოს ბათუმში ბინას ყიდულობს იმისთვის, რომ რაღაც თავის ოჯახს აქ პატარა შემოსავალი გაუშვეს, გასაგებია, მაგრამ პირობითად ისრაელის მოქალაქე საქართველოში არ იყიდის და წავა სხვაგან იყიდის, ხო, ზღვისპირა ქალაქები დაილია თუ იქ არ შენდება ახალი კორპუსები. ტურიზმზე რო გადავიდეთ, ზოგადად
გასაგებია რომ ტურიზმის სექტორს მოაქვს ჩვენთვის ძალიან ბევრი ფული, მოაქვს სტაბილურობა და შემდეგ, მაგრამ იგივე ტურიზმის სექტორში ახლა მე პირადად ჩემი შთაბეჭდილება გითხრათ, არის ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც სიძვირე საერთოდ რო გადავდოთ გვერდზე. რა რო ეხლა სადღაც მიხვალ და ასტრონომიული ფასები ხდება, რავი, ერთ ბოთლ წყალზე თუ კუბდარზე თუ ყავაზე არ აქვს მნიშვნელობა. ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ხო, მაგალითად არ ხშირ შემთხვევაში იგივე გზები არ არის ისეთი ხარისხის, როგორიც უნდა იყოს, იქ შეიძლება იყოს ელემენტარულად ხელმისაწვდომი და რაღაც ევროპულად მოწყობილი საპირფარეშოების ნაკლებობა და ნუ ასე შემდეგ რა. და ტურიზმს კიდე ახლავს ერთი ეს მუდმივი თემა, სადაც მე ჩემი პოზიცია გამოჩნია, ნუ ტურიზმში ძალიან დიდია რუსეთიდან ტურისტების და დამსვენებლების წილი. და როგორც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ან შემდგომში რუსეთი მეზობლად მაინც სავარაუდოდ გვეყოლება. ახლა ბენდუქიძის, კახა ბენდუქიძის ოცნება იყო იქ, ოკეანე იყოსო და არა, მაგ ვარიანტს იქ ოკეანე რო იყოს, არ ვიცი რა კატაკლიზმი უნდა მოყვეს. შეიძლება აქეთაც ოკეანე იყოს, მაგრამ ან ჩვენი მეზობელი იქნება და ის ფაქტორი რომ თქვა რუსეთიდან ტურისტები მოდიან, შეიძლება საქართველოს ეკონომიკისთვის ეს იყოს რაღაც 20% და ეკონომიკამ კიდე გადალახოს რაღაცით ჩაანაცვლოს, მაგრამ ამ პროცესში პირობითად რო ავიღოთ, ხა შეიძლება რომელიმე კახელი მეღვინესთვის, სასტუმროს მფლობელისთვის და ნაჭარელისთვის რუსი ტურისტი შეადგენდეს მისი შემოსავლების 100%-ს რა. ამის გათვალისწინებაც აუცილებელია ჩემი აზრით რა. ხა იგივე კონფლიქტების ისტორიაც რო ავიღოთ, მე პირად ჩემ გამოცდილებიდან რაც შემიძლია თქვა, არგენტინაში რო ჩადიხარ, აი უშუაიადან მოყოლებული, აი უკიდურესი სამხრეთ ქალაქია, იქიდან მოყოლებული მოდიხარ ბუენოს-აირესამდე და სულ ხდება რომ აი მალვინის კუნძულები, იგივე ფოლკლენდის კუნძულებია, მალვინასთან არგენტინას და ასე შემდეგ ყველა ავტობუსს და ყველა გაჩერებას ეგაწერია. ამის და მიუხედავად, რავი, ბრიტანელ ტურისტებთან ერთად ისინი ლონდონიდან იყვნენ, შვენივრად ვიჯექი და სვამდი ლუდს. რა, ანუ რაღაც რაციონალური ელემენტი მაინც საჭიროა და მით უმეტეს ყველაზე საჭირო არის ეკონომიკაში. ორი მომენტია რა, ერთი რომ რას ფიქრობთ, თქვათ, აი ამაზე რუსეთის წილზე, თქვათ, ეს მნიშვნელოვან წილზე და ასევე რას ფიქრობთ, აი ტურიზმის სექტორის იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენთან არის რა. არასტაბილურობას რო შევეშვათ. რუსეთის წილს რაც შეეხება მაგას ჩვენ თვლიდით წლიდან წლამდე ძალიან მაღალი იყოს და 22-23 წლებში და მე ცოტა შემცირდა. იგივე თქვათ შარშან უფრო მეტი რუსი გავიდა საქართველოსთან, ვიდრე შემოვიდა ემიგრაციას რო შევხედოთ, ექსპორტით დაახლოებით გაჩერდა, ფულადი გადმორიცხვები იყო ძალიან 2 მილიარდი გადმოირიცხა 2022 წელს 23-ში და მერე უკვე ძალიან ჩამოვიდა 400 თუ 500 ძალიან დაიკლო მახსოვს დაიკლო ხო მილიარდ ნახევრით. შემიძლია ეს ფული რაც ქონდა გამოიტანეს და ასე შემდეგ და ამიტომ რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი დიდი წილი აღარ არის, მაგრამ დაგვრჩა სპეციფიკური სფეროები, სადაც ძალიან ვარ დამოკიდებული და ვერაფერს ვერ შველით. ესაა ღვინის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი, მას შორის მინერალური წყლები და სპირტიანი სასმელებიც ექსპორტში. ამას ვერ ვანაცვლით ყველაფერს ეშველება ნეშველა და იმპორტში არის ხორბალი, რა ძალიან ვარ დამოკიდებული და ძალიან გაგვიძვირდება რაღაც ალტერნატივები და ტურიზმი. ეს რაღაცები რჩება, სულ რა ჩვენთვის მტკივნეული იქნება, რომ თქვა და რუსეთის მხრიდან იმართ თქო რაღაცა ემბარგო დაგვადოს ან საზღვარი ჩაკვეთოს და ტურიზმი არ შემოუშვას, იმიტომ რომ ამ სცენარსაც განვიხილავ ჩვენ რატომ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ იყო რუსეთზე ძალიან დამოკიდებული, იმიტომ რომ შენ აქედან რაც არ უნდა რაღაცა ის პრობლემები არ შეუქმნა. ის მაინც ბერკეტად უყურებს და აი პატარაც რო არ მოეწონო შენ ეს აქციელი ჩაგეკეთოს ეს ყველაფერი. როგორც გაუკეთებია აქამდე ყოველთვის. როგორც გაუკეთებია და თუნდაც ამიტომაც მაკროეკონომიკულად ჩვენ უნდა ეცადო, რომ ამ ტრულად განწყობილ ქვეყანაზე, რომელიც ეკონომიკას იყენებს ბერკეტად, პოლიტიკურ ბერკეტად, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს და დამოკიდებული, ხო? ეგ არის, თუმცა საბედნიეროდ მაინც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს საზოგადოება, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდა პირველად ავრცელებს, არ ვართ იმდენად დამოკიდებული, რომ მართლა რო ყველაფერი ჩაკეთო, ჯერ შეუძლებელია ტექნიკურად ფული მაინც იმოძრავებს, მაგრამ რო ახლა რაღაცა დიდი კრიზისი დაიწყოს. ამას მით ქართული ოცნება იძახთა ხოლმე ომის დაწყება. ხა ჩვენ
რუსეთთან საქმე გავიფუჭოს და იმანო ჩაგვიკეთოს დავიქცევით 10% ეკონომიკა შემცირდება სისულელები იყო. ჰაერიდან მოტანილი რიცხვი იყო, თუმცა ძალიან მტკივნეული იქნება რამოდენიმე დარგისთვის. შენ მაკროეკონომიკურად ქვეყანა არ ჩამოიქცეს, მაგრამ მეღვინეებმა რა ქნას, ხო რა სამბაუდის ტურისტებმა. რამდენიმე რეგიონი და დარგი შეიძლება დაზრალოს, მაგრამ ადამიანები არიან და ან უნდა ადგედა ამათ კომპენსაცია გაუკეთო, რა ვიცი 100 მილიონი ლარის რაღაცა კომპენსაცია დაგჭირდება ბიუჯეტიდან და ეგეც არის ერთ-ერთი გზა შენ თუ ხა პოლიტიკური ფასი იქნება ეს ამის, ხო? თუ რაღაც შენ სწორ გზაზე დგახარ და ამის გამო რუსეთი გიჯის, მაშინ ხამხალხმა რა დააშავა. შეიძლება დანარჩენი სწორ გზაზე ყველაფერი გეკეთებინა რომ შეგემცირებინა ეს ეგ არ დაუბრუნდებით და ამიტომ შეიძლება დანარჩენი საზოგადოება სოლიდარული იყოთ იმ ხალხის მიმართ, ვისაც უფრო დააზარალებს, თქვა რუსული ბოიკოტი ან რაღაცა და არ იყოს წინააღმდეგი რომ რაღაც ბიუჯეტიდან იქნება დავეხმაროთ. ეს არის ანუ გამოსავალი, მე ვამბობ რომ რო არის შინოდეს საქართველოს მოსახლეობა, აი მაშინ რა ვქნათ, ხო? სულ რამდენი 200 მილიონ დოლარამდე სულ ამდენიც არისო რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო. არა ცოტა თანხა, მაგრამ ისეთიც არ არის რომ არ იქეს ჩვენ ვერ გადავიტანოთ 3 მილიარდი დოლარი გაჩერდა პანდემიის დროს. არ შემოვიდა ქვეყანაში. რთული იყო, კიდე ლოკდაუნები ქონდა ამის გარდა ქვეყანაში, მაგრამ რაღაც ესე თქვა გადავიტანეთ. ეხლა ჩანაცვლებას რაც შეეხება, აი მართლა ამას 1 და 2 დღის საქმე არ არის ძალიან დიდი სამუშაოა და განსაკუთრებით ღვინოზე უბრალოდ პრობლემა ის რომ ამ მუშაობა ჩვენ ვერ ხედავთ. რომ აი რაღაც ეს მიზანია და ხვალდაზე რაღაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს და ფასებს რომ უყურებთ ყველაზე იაფი ქართული ღვინო არის რუსეთში. რუსეთის საზღვრამდე მიტანილი, რაც საქართველოს რჩება, მე იქ დისტრიბუციაში უკვე რუსეთის ნაწილია, ხო? რაც ქართულ ექსპორტი ორჩება, ეს $2.5 1 ლიტრ ღვინოზე. $7-8 ამერიკაში, ევროპის განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში $5-6 ადის და ასე შემდეგ. გასაგებია რთულად შეღწევადია, მაგრამ ის თანხა რაც ჩვენ საქართველოს რჩება ექსპორტით, ორჯერ სამჯერ უფრო მეტია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით თქვა რომ მუშაობდეთ, ხო? ტურიზმიც ასევე რთული ჩასანაცვლებელია, ხო, ობიექტურად თქვა, შარშან ჩამოვიდა 1.4 მილიონ რუსი ტურისტი ერთი დღით გაჩერდა თუ ერთი კვირით, ამდენი ადამიანი იყო. არ არის შეიძლება ძალიან მაღალ ბიუჯეტურები, მაგრამ არ ძალიან დაბალი არ არიან. აღარ მახსოვს ზუსტად რამდენია რიცხვი, მაგრამ ორჯერ სამჯერ ჩამორჩებიან, თქვა და ევროპულ, ამერიკელ, ისრაელს და ასე შემდეგ ტურისტი, მაგრამ გაცილებით მეც ახარჯავს, ვიდრე თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი. ეს სადღაც შუაშია ეს რუსი ტურისტი და ნუ ესეც გასაგებია რომ მარტივი ჩასანაცვლება დაიქნება, მაგრამ მეორეა ხო ისევ თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება რაღაც ძალიან კატეგორიული გადაწყვეტილება მიღებული და არც ესეთი არც 2006 წლებში არ მიუღია, როცა სავაჭრო ემბარგო დაგვადო, რატო არ უნდა შემოვიდეს რუსი ტურისტი, არ რატო უნდა განვიხილოს საერთოდ ჩვენი მხრიდან არ შემოშვა. არც ესეთი რადიკალური აზრებიც ხოლმე უფრო პოზიციაში. ხო, მეც ვეთანხმებ ხო ამას არანაირი ესეთი დანიშნულება არ აქვს, ხო, უამრავი ჩამოთვალე და ისრაელში არაბები ცხოვრობენ და პალესტინელები ცხოვრობენ და თუ არაფერს არ აშავებენ, არავინ არ ერჩის ამ ხალხს იქ ცხოვრობენ და ამიტომ ესეთი რადიკალური იმას რაღაცა იყო ანტისაოკუპაციო მოსაკრებელი ამ ხალხს უფრო ძვირად მივყიდოთ პროდუქტი ვიდრე სხვა ტურისტები, ნუ ეგეთი რაღაცები არ მესმის, ანუ არ ვითახმებ ხო. ანუ ჩვენ არ უნდა დავაფრთხოთ ეს ხალხი, მე ასე ვფიქრობ. ჩვენი მხრიდან თუ იცავენ ჩვენ კანონმდებლობას ხა აფხაზეთში თუ არ არიან ნამყოფი და რაღაცა ეგ სხვა ამბებია ხო სანქცირებული თუ არის ასე შემდეგ და ხა ნუ თუ თავის მხრიდან ამ საზღვარს ჩაკეტავენ ნუ მაგას ჩვენ ვერ შევაკავებთ. კარგად მე ეს ორი თემა ერთმანეთს მეც ძალიან ინტერესით ვეცნობოდი ყოველთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბესოს გაკეთებული კვლევებია ძირითადად ესენი რუსეთზე დამოკიდებულება ხო ჩვენი ეკონომიკის და ტენდენცია სულ იყო იმის რომ 2012 წლიდან ერთგვარი დაპირებაც იყო ქართული ოცნების და ეს დაპირება შეიძლება ითქვას შეასრულოს რომ უფრო მეტად გახადეს საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე ხო ჩვენ გვახსოვს რომ თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული განსაკუთრებით თქვა ღვინის ნაწილში ხო რუსეთზე დამოკიდებულება ფაქტობრივად გამქრალი იყო და მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი მესმის რომ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციას ძირითადად უჭირდა გასვლა ევროპის ბაზარზე და დასავლურ ბაზრებზე და თან აქ ფაქტორი არის არ მხოლოდ თქვა რაღაც სერტიფიცირება არამედ ისიც რომ სახმელეთო საზღვარი ძალიან კომფორტულია ზოგადად ტურიზმისთვისაც და ექსპორტისთვისაც ხო ჩვენი თავარი იმპორტიორების და ექსპორტიორების როგორც წესი არის ის იმ ქვეყნებთან გვაქვს ძირითადად ვაჭრობა ვინც ჩვენთან ახლოს არის ხო თურქეთი რუსეთი აზერბაიჯანი და თქვა იგივე დსთ-ის ქვეყნები ხო ან არაბეთის თქვა ყურის ქვეყნები შესაბამისად ამ ფაქტორის რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ რუსეთს ვერ გავაქრობთ სამწუხაროდ დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი
მოვიწყოდი მეც ამას, მაგრამ ვერ გავაკრობ და იქნება და ეს როგორც წესი იქნება ფაქტორი, მაგრამ ანუ არ უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ უფრო მეტად დამოკიდებული გავხადოს რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც არ არის სანდო და გვაქვს ამის ძალიან ბევრი მაგალითი. მათ შორის ქართული ოცნების პირობებში ჩვენ გვახსოვს, ხო? როდესაც გავრილოვის ღამის შემდეგ ემბარგო დააწესეს საჰაერო რეისებზე, თქვათ, რამაც 200-300 მილიონ დოლარის შემცირება გამოიწვია ტურიზმის შემოსულობებში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეფექტი იყო უფრო მეტი, იმიტომ რომ მოლოდინები გაუარეს და უცებ. ანუ რუსეთს ეს აქვს, რომ უცებ შეიძლება რაღაცა ამან იმოქმედოს, თქვა იგივე ლარის კურსზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ბესომ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მთლიანობაში არ არის ისეთი კატასტროფული რუსეთის ბაზარზე, რომ ამის ჩახსნამ რაღაცა ქვეყანა ჩამოაქციოს, რა თქმა უნდა, არა და ამითი არ უნდა აშინებდეს ხელისუფლება მით უმეტეს საკუთარ მოსახლეობას. ტურიზმის ნაწილში, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ფრენები აღდგა, მას შემდეგ რაც მათ შორის საქართველოსაც უვიზო მიოსა დაუწეს და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ძირითადად რიტორიკა არის შეცვლილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ამან იმოქმედა ტურისტულ ნაკადებზე, მაგრამ იმისთვის რომ არ ვიყოთ ამაზე დამოკიდებული, ან ხელისუფლება ამაზე უნდა მუშაობდეს ზუსტად, რომ ევროკავშირიდან კი არ უნდა მცირდებოდეს ტურისტული ნაკადები, არამედ უნდა იზრდებოდეს და შედარებით, ანუ ხო პროპორციულად თუ რუსეთიდან იზრდება, უფრო მეტად გავზარდოთ, თუნდაც ისრაელიდან, თუნდაც სპარსეთის ყურის პირას ცხოვრები ქვეყნებიდან და ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის ბალტიისპირეთი, რომელიც ისეთი პოლონელებისთვის და ბალტიისპირელებისთვის ძალიან საინტერესო იყო და ისინი ხო თავის რაღაცა თანამებრძოლება და თანამოძმეება და აგვიქვამენ, ხო? ეს ფაქტორი მესმის რომ არ არის შეიძლება ხა ბალტიისპირეთის სამივე ერთად აღებული არ არის, რა თქმა უნდა, რუსეთის მოსახლეობის და თუნდაც პოლონეთის რომ დაუმატოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაკადები იყო, მათ შორის საჰაერო ავიარეისები პოლონეთთან დღემდე შენარჩუნებულია, თქვათ, იაფი ავიარეისები და აი ამის განვითარებით უნდა იმუშაოს, მათ შორის ტურიზმის დეპარტამენტი, მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცით რა არის, ხო, ხელისუფლების პოლიტიკა რა არის და აქეთკენ მიდიოდა სამწუხაროდ ნაბიჯი და იმიტომ მივიღეთ ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ და იმიტომ, თქვათ, იგივე პოლიტიკური ფაქტორი რო გამოვრიცხოთ, მათ შორის რაც იყო გასაკეთებელი ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ხო, ის ავტობანი ვერ ჩავიყვანეთ ბათუმამდე და ხო თუშეთის გზა ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს 2016 წლის არჩევნების დროს იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომ თუშეთში გზა ჩავიდო და შემდეგ არჩევნებამდე გავიდა 10 წელი მას. შენ სვანეთის გზა განახა. ხო და ხო, ანუ რაც გაკეთებული იყო, ისიც ფუჭდება სამწუხარო და აი ეს ნაწილი არის სწორედ ამას ხო რაღაცა პოლიტიკა არ ჭირდება, არა, ზედმეტი და რაღაცა ოპოზიციასთან დაპირისპირების გამო ხო არ აკეთებ ამას, არა, მაგრამ არა, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ რომ რაღაც საზოგადოებრივი დაკვეთა ცოტა სხვა რამეზე იყო და აი ამან მიგვიყვანა ამ შედეგამდე რომ ტურიზმში ის ზრდა რაც შეიძლება ყოფილიყო შეაჩერა სწორედ იმან რომ ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც ვერ განვითარდა ქვეყანა. გიორგი, შენაც იძახდი უბრალოდ ერთი კომენტარი მინდა დავამატო რომ რუსეთის ბაზარზე ესე თქვათ უარის თქმა სულაც არ გიწევდა. ანუ ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ, საგარეო პოლიტიკის მიმართ საქართველოს შიგნით ხო კი იყო ბუნებრივია იყვნენ ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ აი რაღაც ასე დაახლოება არ გვინდა, ისე დაახლოება არ გვინდა და ჩემი ეს დამოკიდებულების ხელოვნურად ზრდა არასოდეს არ არის სწორი ნაბიჯი. მაგრამ იყვნენ ასევე ადამიანები, რომელთაც ან ნეიტრალური პოზიცია ჰქონდათ, ან იძახდნენ, ну რა ვქნა, ხა მე აქ უნდა გავიტანო ჩემი ღვინო თუ ატამი, მაგრამ ძირითადად პოზიციები, რაც ჩვენ ვაჭრობთ რუსეთთან, რაც გაგვაქვს. ხო არის ღვინო, სპირტიანი სასმელები, ბორჯომი და ხილი. რა? ხო. და ამ ახლა გასაგებია იმ ახელგლეხს თუ აჭარელს სასტუმროს თუ ნებისმიერ სხვა კუთხიდან ვერ ეტყვი, რომ ესე არ გააკეთო, პირიქით ხელი უნდა შეუწყო, ხო შეიძლება რომ ნორმალური მთავრობა იყო. მაგრამ მეორე მხრივ, ეკონომიკური ეფექტი, რაც ახლა მოყვება ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ამ დონეზე გაფუჭებას, რა იგი რაღაც სუვერენიტეტს იძახიან რა, არც ამას ექნება უკეთესი შედეგები რა. პირიქით უარეს შედეგები იქნება. ანუ საბოლოო ჯამში შეიძლება მოსახლეობა მოატყუონ, უთხრან რომ აი სუვერენიტეტი მოგვემატა სამაგიეროდ და რაღაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ რეალურად ანუ ზრდაში, ეკონომიკურ ზრდაში მე არ მგონია ამას ნაკლები, უფრო მეტი ეფექტიც კი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკა რო ავიღოთ უკვე რა. არ არის რაღაც ყველაზე დიდი ეკონომიკა. ხო თუ არსებობს ესპანეთის ეკონომიკას უდრის თუ იტალიის, ან იგივე პოლონეთის ეკონომიკა რო ახსენე. ეგ პოლონეთის ეკონომიკა თუ დაწეული არა, დაეწევა მალე.
რუსეთს რა. არა, ამ ეკონომიკის ნაცვლად ჩვენ ახლა უნდა ჩავეხსნათ მასზე 15-ჯერ, 20-ჯერ უფრო დიდ ეკონომიკას რა. ანუ და ეგეც რა ლოგიკაში ჯდება? არანაირი ლოგიკაში არ ჯდება, როდესაც პირიქით დაალაგებული ქონდა ურთიერთობა რაღაც ევროკავშირის კანდიდატი იყავი და წევრი შეიძლება გამხდარი იყავი რაღაც ნაბიჯების შესრულების მერე 2030-ისთვის და უეცრად ამათ ჩამოიმხეს თავზე ყველაფერი რა. ხო და შესაბამისად მეც როგორ რაღაცა მოგიცი რომ აქ არ იყო არავინ არ გაიძულებდა ამ არჩევანის გაკეთებას რა. მხოლოდ ერთი სურვილი რომ აი რაღაც მოდი აქ მე ვიყო და ჩემი ნაბადი და მოდი დავამყარო ეს დიქტატურა რომელიც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს. ეხლა მინდა რა საკითხზე გადავიდე კიდე აი ტურიზმი ვახსენეთ და ნუ ბუნებრივია შენახსენე ხო თორსები ღვინოები პირველად და ახლა ყველაზე მეტი რაც გაგვაქვთ ან საქართველოს მაინც ღვინის ქვეყანა ბრძოლესი ღვინო ვაზის ჯიშები თორსები 500-მდე ვაზის ჯიშია რომელიც მეტნაკლებად საქართველოსდან იღებს თავის წარმომავლობას ქვევრია შეტანილი იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში და ასე შემდეგ ანუ ღვინო ჩვენს არის მნიშვნელოვანი ასევე ტურისტებისთვისაც მნიშვნელოვანი თემა არა მარტო იმ ხრივა მნიშვნელოვანი რომ გაგვაქვს ექსპორტზე პლუს საქართველოში რომ მოდის ტურისტი ის რაღაც მიდის კახეთში რაც ღვინოებს აგემოვნებს ყიდულობს და შემდეგ და ასე შემდეგ რა მაგრამ ამ ხრივა არის მთელი გამოწვევა რაც მე თავად წავწყობები ვარ მოკლედ 2018-22 წლებში ბრაზილიაში საელჩოში მუშაობდი და ნუ ეხა ეკონომიკური მმართველობა იყო ჩემი მთავარი მმართველობა სიმართლე ითქოს პოლიტიკური ეკონომიკური მაგრამ აი ამის ფარგლებში ბუნებრივია ძალიან ბევრი შეხება გქონდა რაღაც აი ღვინის პოპულარიზაციის თემასთან რა და სიმართლე რომ გითხრათ ვერც მაშინ ვერც დღეს მე როგორც ერთი ადამიანი ვერ ხედავდი რომ ამ ხრივ ბევრ რამეს ვაკეთებთ და აგეხსნით რაში პირველი რო ვიღოთ საქართველოს ღვინის წარმოება ღარიბაშვილის სიტყვებს ავიღებ კი ახლა ხან გაუშვეს საპატიო პენსიაში მაგრამ ხო სანდოობა რო კონდეს ოცნების მომხრეებისთვის 2023 წელს ღარიბაშვილი ამბობს რომ ჩვენ რაღაც გავზარდეთ ვენახების მოცულობა და თუ ადრე იყო 25000 ჰექტარი ეხლა არის 50000 ჰექტარი რა პირობითად რაც არ უნდა გავზარდოთ ჰექტრობით ჩვენი მოცულობა არგენტინაში მენდოსას პროვინცია რო ავიღოთ აი ბოლო 10 წუთი რომ მიფრინდა ნამყოფი ვარ მენდოსაში ბოლო 10 წუთი ვენახების თავზე მიფრინდა 154000 ჰექტარი აქვს 154000 ჰექტარი არის მხოლოდ მენდოსას პროვინცია არგენტინაში საკმაოდ კარგი ღვინო აქვს და აი ეს მოცულობაზე რა ვთქვი რამდენი უნდა გაზარდო მთლიან საქართველოს რო ვენახად გადააქციო 154000 ჰექტარზე შეიძლება ვერც ახვედრა თან არგენტინის მარტო ერთ პროვინციაზე ანუ რაოდენობით ქართული ღვინო იმ რაოდენობით ალბათ ვერ იწარმოებებს ქვეყნის სიმცირიდან გამომდინარე ხო და მეორე მომენტი რაც მე პირადად ხშირად მიფიქრია და გული დამწყდომია აი აეროპორტში რო შედიხარ მენდოსაში აეროპორტის პარკინგი არის დაყოფილი ღვინის ჯიშებით რა და საკაიფო რამეა მაგათ შედიხარ იქ მალბეკის რეგიონის მალბეკის პარკინგია აქეთ ბონარდა იქეთ სოვინიონი ანუ აი შენი მანქანა რომ მონახო იტყვი რა მე მიყენია მალბეკის რომელიღაცა რიგში რა ანუ იქიდანვე იწყება ძალიან განვითარებული აქვს და ის ტურიზმის მიღებასაც ხო თავის ტურიზმის მიღებას ხო თავისი წესი აქვს რა და ამ ხრივ ძალიან შემშურებია და კიდე ერთი მომენტი, ანუ აი რაკი ამდენ რაოდენობას ვერ ვაწარმოებთ, ლოგიკურად ხო უნდა ვიფიქროთ, რით შეგვიძლია შევუწყოთ ხელი ჩვენი ღვინის გაყიდვას. ბრაზილიაში ქართული ღვინოები, ნუ მე 2022-ში დავბრუნდი, მაგრამ იკავებდნენ, ანუ 4 წელზე შემიძლია თავი დავდო, ბრაზილიაში ქართული ღვინოები იკავდნენ ფრანგული ღვინოების ნიშას, რა? და გემოვნებით, ანუ მე მართლა რო ჩავდივარ, ვცდილობ ყველანაირი ქვეყნის ღვინო გავსინჯო და ფრანგული ღვინო ყველგან არის, ბუნებრივია, ფრანგულიც გამოსინჯავს. შეიძლება დიდად კი არ შეობდეს თავისი გემოვნური თვისებებით ის ქართულ ღვინოს, მაგრამ უბრალოდ ფრანგული ღვინო არის, ღვინო რომელსაც ჯეიმს ბონდი უკვეთავს, ღვინო რომელიც დიუმას წიგნებში შეგხვედრია, ანუ პოპულარიზაცია ის რაც შეგიძლია გააკეთო. არა სიტყვაზე აი სუბსიდირება მარტო და პირობითად რაღაც ღვინოში თან იმაზე ნაკლების მიცემა ვიდრე 2012-ს იყო
თუ არ ვთქვი შენ გაქვს ამაზე თავის დროს დაწერილებასო არამედ აი ამის პოპულარიზაცია რომ აი ერთხელ რა იქნება ჯეიმს ბონდმაც ავი ცოლიკაური დალიოს რა პირობითად რა ან ქართული ღვინო უნდა თუ გადადის მაღალი ღირებულების ღვინოების კატეგორიაში ხო ბუნებრივია მაშინ რომ მეტი უნდა გააკეთო ამის პოპულარიზაციისთვის გასაგებია თავარი მიდგომა რომ თუნდაც არგენტინის ვენახებს რო ადარებ და კიდე რამოდენიმე ევროპული ქვეყნის ავსტრალიაზე ჩვენ ვერავართ ისეთ დიდ მოცულობაზე რომ მასშტაბის ეფექტს ვაჯობოთ სხვა ქვეყნებს რომ აი $3 გაიყიდოს ან $2 მასიურად სოფლიოში და რაღაც იაფიან სუპერმარკეტებშიც რაღაც აიღო ხო ანუ აი ეს სტრატეგია ალბათ უნდა დავივიწყოთ იქნება ესეთი ღვინოც მაგრამ თავარ შემოსავლის წყარო უნდა იყოს ძვირიანი ხო და უფრო მეტი ფული იშოვოს ამ კახელმა ფერმერმა თუ გლეხმა რო ყურძენს ჩააბარებს და ხა სიტუაცია რა არის ხო წლიდან წლამდე ცოტა ეს არის ცვალებადია ყურძნის ფასი მაგრამ მე სახელმწიფო ამატებს სუბსიდიას გარკვეულ შეიძლება 10-25 თეთრი და ზრდის ხელოვნურად ამ ფასს მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ყოველ წელს არის რაღაც ინფლაცია მაინც ანუ ფული ფუჭდება ფულის ყდრუნარი ეცემა და 2022-23 წელში მაღალი ინფლაცია იყო და რო ვნახოთ ეხლა 2023-24-ში რამდენად ჩააბარეს 1 კილოგრამი ყურძენი და სიტყვაზე იყო $2.5 არ მახსოვს ზუსტად მაგრამ და რო ვნახოთ 10 წლის წინ 13-14-15 წლებში და გავითვალისწინოთ მე ინფლაცია ანუ ფულის ყდრუნარი უნარი მაშინ უფრო ძვირი ღირდა ან 2014 წელს რო აიღებდი $1000 ის $1000 დღეს უფრო მეტი ფულია ვიდრე 1500 რო კონდეს დღეს ჯობია 10 წლის წინ რო $1000 ქონდა ანუ ამასაც კი ვერ აბალანსებს ერთადერთი ანუ რეალური შემოსავალი შეიძლება მეღვინეს ვისაც ყურძენს აბარებს გაეზარდოს იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი ჩააბაროს უფრო და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანოს მაგრამ თუ უფრო და უფრო მეტი მოსავალს იმიტომ იყოს უფრო მეტი ვენახი გააშენა ამას თავის ხარჯიც აქვს მე ხო თავის ხარჯიც აქვს და აი ესაა ყველაზე ცუდი მდგომარეობა და ეს მათ შორის განპირობებულია რუსული ბაზრით იმიტომ რომ ჩვენი ღვინის 65-70% რადგან გადის რუსულ ბაზარზე და მანამდე სხვათა შორის უკრაინაშიც ბევრი გადადა უკრაინაშიც ფასი დაახლოებით იგივე იყო რაც რუსეთში ხო იაფიან ბაზარზე გადის ღვინის მწარმოებელი ვერ ყიდის ღვინოს ძვირად და შენ ყურძენში როგორ გადაგიხდის ბევრს როგორც ვიცი 1 ლიტრი ღვინო ჭირდება 2 კილოგრამი ყურძენი და $2.5 თუ ყიდის შენ აი რამდენს გადაიხდი მარტო ყურძნის ხარჯი ხო არა აქ ამ ღვინის დამზადება სხვა თასი ხარჯიც ხო აქვს ხო შანსი არა გადაუხადო 3 და 4 ლარი 1 კილოგრამ ყურძენში მაგრამ შენ თუ იქნები ამერიკის ბაზარზე ევროპის ბაზარზე $5 $6 $7 იქნება ქართული ღვინო და იყო შეიძლება რაღაც პატარა მოცულობით ღვინოებში $30-40 ღიდეს მაგრამ მე ვამ საშუალო ფასი აი რაღაც $10-ზე რო ავიდეს ხო ეს უკვე ღვინის წარმოებელს მიცემს საშუალებას რომ აქ უკვე საერთოდ სახელმწიფო სუბსიდიის მოსატანიც აღარ იქნება ის 20-25 თეთრი როცა 3 ლარზე 4 ლარზე 5 ლარზე იქნება ჩაბარების ფასი. ეხლა ერთადერთი შეიძლება ხვანჭგარაზე იყოს ესეთი ფასი აქ მცირე მოდის და რაღაც ხო. აი ეს არის გზა როგორ შეიძლება მართლა გამდიდრდეს ის ხალხი, ვისაც რამოდენიმე ჰექტარი ვენახი აქ კახეთში და ამით უნდა რომ ნორმალურად იცხოვროს, ისე როგორც ევროპაში ფერმერები ცხოვრობენ რამოდენიმე ჰექტარზე თუ მოსავალი მოყავს. მაგრამ ხო გადის 15-10 წელი გაიხსნა რუსულის ბაზარის და ეს თემა საერთოდ წინ არ მიდის. წინ არ მიდის, იაფთება უფრო ყურძენი, ანუ წლიდან წლამდე ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, ყურძენი ღირს უფრო და უფრო იაფი. ხო და ეგ მათთვის პრობლემა, მაგრამ ამ ხალხსაც მე მგონი დიდად ეს გათვითცნობიერებული არ აქვს, იმიტომ რომ რუსული ბაზარი მოწონს მაინც, გონია რომ მთავრობა რაღაცა ძალიან მაგრად დაალაგა, ცალკე სუბსიდიას მაძლევს, ცალკე რუსული ბაზარი დააბრუნა და სინამდვილეში სიღარიბეში დატოვა. ან რაღაცა მინიმალური ხელფასზე დატოვა. მე კიდე სხვა საკითხია, მაგასაც ვიკვლევ ჩვენ, ვის გააქვს ეს ღვინო რუსეთში. 10-დან რო არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ტიპი, ან მათი ბიზნესი, ან მათი შემომწირველია. და ესენი კი შეუულობ ხო ხა $200 მილიონი ღვინოს რო გაიტანდა იქ რაღაცა 20-25% აქჩეს იქიდან ეს რამოდენიმე მსხვილი ბიზნესი დიდდება, მაგრამ გლეხს ბევრი არაფერი არჩება. რიდა წლამდე არაფერი არჩება და განცდა აქვს რომ აი აშინებენ, ეგეც არ გექნება რუსეთი თუ დავკარგეთ. და ის კი არა რომ შეიძლება შენ მეტი კონდეს ამ ყურძენში. უბრალოდ ეგეც არ გექნება და იგივე და მე ამის გამო მე ამას ყიდიან იმაზე რომ ამიტომ ჩვენ რაღაცაში უნდა დაუჯეროთ რუსეთს. არ უნდა გავაღიზიანოთ და ბოლოს აი რასაც თვითონ ხშირად ახსენებენ სიტყვას იქამდე მითხო თუ რამე სუვერენიტეტის დაკარგვა ეგ არის.
რაც $200 ბაზრის დაკარგვის გამო რო გეშინია რაღაცა თქვა და რაღაცა გააკეთო რაც სწორად მიგიჩნია გასული დაკარგვა. ევროპა თუ გეუბნება რომ კარგი სასამართლო კონდეს და გრანტს მოგცემს და თუ არ გექნება კარგი სასამართლო არ მოგცემს რა შუაში ეს სუვერენიტეტი ხო? არა ჩვენ არ გვინდა კარგი სასამართლო კონდეს ხო? აი ამას წამო რამხელა პროპაგანდა და ტყუილი შემოტრიალებულია სამართალი თავიდან ბოლომდე. თურმე ის ქვეყანა არ არღვევს შენ იმას რომელიც გეუბნება თუ ჩემ ჭკუაზე არივლი ბაზარ ჩაგიკეტავ, ეგ არ ზღუდავს შენ სუვერენიტეტს. და რომელიც გეუბნება რომ კაცო ადამიანის უფლებები დაიცავ სასამართლო გააკეთე, რაღაც ეკონომიკა განავითარე და ფულს მოგცე და ჩემ თავი ეგ სუვერენიტეტს გიზღუდავს. აი ამ დონის შემოტრიალებულია ტვინი თავში ხო? სხვათა შორის მე ჩემს სტუდენტებს პირველი კითხვა როცა უსვამ პირველ ლექციაზე აი თქვენი აზრით რას ვყიდით საზღვარგარეთ ყველაზე მეც ყველა იძახის რომ ღვინოს მაგრამ რეალურად ჩვენ ვყიდით მეორად ავტომობილებს და სხვათა შორის ირიბად ვყიდით მათ რუსეთში ყირგიზეთი ყაზახეთის ხო ყირგიზეთის და ყაზახეთის გავლით მაგრამ შაშან 1.200.000.000-ის მანქანები გავყიდეთ ფურცელზე ჩვენთან გაიყიდა ყირგიზეთში თვითონ ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახური ამბობს რომ აქ $60 million შემოვიდა ხო ანუ სადღაც შუაში დაიჭრა გაქრა ეს მანქანები ხო ეს არ არის პატარა ინდუსტრია სხვათა შორის ძალიან ბევრი ოჯახი სარგებლობს ამით ხო ჩამოყვავს მანქანები აქ არემონტებენ იქ დაშლილებია ელევოს ბაზრობა მუშაობს რაღაცე მუშაობს და ეს ცუდი არ არის იგი რუსთავის ავტობაზრობა ხო მაგრამ ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ღვინოს როგორც რაღაცა მაინც ამ ამოსავალ წერტის იმიტომ რომ მთლიანობაში არ არის ღვინის ბაზარი იმხელა რომ ჩვენ რაც არ უნდა გავიზარდოთ რომ კიდე უფრო მეტი წილი ღვინა ზუსტად იმის კარგი მაგალითია გიო რომ რაოდენობით იმდენ შენ ვერასოდეს ვერ აწარმოებ ხა ავსტრალიის და თუნდაც კალიფორნიის ჩილეს ხო თუნდაც კალიფორნიის იმას რაოდენობას ვერ აწარმოებ რა თქმა უნდა ხო და ამიტომ აი მე ვფიქრობ რომ განვითარება სწორედ იმაშია რომ უფრო ძვირადღირებული უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ რომელსაც გავყიდით თქვათ უფრო მდიდარ ქვეყნებში და არ ვიქნებით ისევ იმ ტრადიციულ რუსულ ბაზარზე და დსთ-ის ბაზარზე ასე თქვათ ჩამოკიდებული ეს არის და რა თქმა უნდა იდენტიფიცირება იმ დარგების ხო თუ იგივე ხელისუფლება მოახერხა რომ დაინახა რაღაც სადღაც კონკურენტული უპირატესობა იმაში რომ აქ IT ტექნოლოგიებისთვის რაღაც კარგი პირობების, კარგი საგადასახადო პირობები შეექმნა და ამან გამოიწვია ერთგვარი ბუსტი ამ დარგის, ხო? სხვა მიმართულებითაც ხო შეიძლება რაღაც ამ მსგავსის გაკეთება და არა ჩამოკიდება ისევ იმაზე, რაც თითქოს ვითომ წინ მივდივართ, არა და ისევ იგივე სიღარიბეში რჩება, როგორც აღნიშნეთ ეს ქართველი გლეხი. ნუ ეხლა სამწუხაროდ ჩემი აზრი რო გითხრა ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ არაკომპეტენტური ხელისუფლება გვყავს თავში და ეს არაკომპეტენტურობა არის ყველა დონეზე. რა და როდესაც არაკომპეტენტურობა არის ყველა დონეზე, ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება სტაბილური. ანუ ეხლა რაც ეკონომიკური ზრდა არის, ხო, ეგ ფაქტორები შემოდინება შენც ახსენე, ხო, ფულადი ნაკადების რუსეთიდან, არამედ რუსეთიდან, უკრაინიდანაც საკმაოდ სერიოზული ფული შემოვიდა იქ ხალხის შემოსვლა რომელიც ასევე ამ ფულს აგენერირებენ მოდი ესე ვთქვათ ხო რამდენი წელიწადი უკვე დასწროები მიგრძელდება ეს ყველაფერი რაღაც ხნის მერე მაინც ან შემცირდება ან გაქრება და ეს არაკომპეტენტური ხელისუფლება თუ ყავს რომელიც თუ ვერ გაუშვი და თავადარსად მიდის რა საბოლოოდ გრძელვადიან იმაში ეკონომიკური მასაც ვერ გთავაზობენ ანუ ესე რომ ვთქვა წესიერ დიქტატურას ვერ გთავაზობენ. რო ავიღოთ, ახლა სინგაპური რო ავიღოთ რა. აი, ეკონომისტები ხართ და სინგაპური არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობა არ მოიპოვა, გააგდეს. მალაიზია მუთხავთ, წაიდეთ თავს მიხედეთ რა, აი რა გინდათ ჩვენ და თავი დაგვანებით. სინგაპური გააგდეს. და დღეს სინგაპურის შემოსავლებით ერთ სულ მოსახლეზე რავი ახლა ლუქსემბურგს და ყატარს უდრის, ხო? ლუქსემბურგი, ყატარი, ნორვეგია სულ არის რა, უწყვეტი ზრდა აქვს. რა და რო ნახო როგორ იწყებოდა იქ ყველაფერი. გაგიჟდები, მაგრამ იქ ეგეთი რაღაცა იყო რა, იქ არ წინაურდებოდა იდიოტი. იქ იყო რაღაც პრინციპი, რომელსაც ეს ქვეყანა დღემდე მისდევს. დღემდე აქვს სოფლიოს საუკეთესო სასამართლო, აი თო ივანიშვილი რატო დავა სინგაპურში. შვეიცარიაში მოუვიდა დავა და სინგაპურში წაიღო საქმე, ხო? იმიტომ რომ ძალიან მაგარია, რომ ეს ქართველი ბიზნესმენები ლონდონში რატო დაობენ. ყველა ან უცხოელი ბიზნესმენები საქართველოს მთავრობდა. ნუ აქ აზრი არ აქვს ამის გარჩევას. ანუ სხვილი ინვესტორი რომ ჩამოდის, წესო ჩვენ შორის დავა თუ მოხდება, გავარჩევთ საქმეს ლონდონში. ესეა ბევრგან მითითებული სინგაპური. იმდენად მაგარი სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული რეჟიმია დემოკრატიული დღემდე არის. არა, დემოკრატიული რეჟიმი. სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური პოპულარიზმი არა. აი შენ რაც ახსენე, სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი რატო არა? შენ სასამართლო ბიზნესის მნიშვნელოვანი, ანუ
ბიზნესმა რო იცის რომ მის საქმე სამართლიანად გაირჩევა, იმ ქვეყანაში უფრო დიდი სიამოვნებით და კორუფციის დაბალი დონე მეორე ადგილზეა მსოფლიოში. არ არის კორუფცია. არანაირი კორუფცია. საერთოდ არ არის. არც არაელიტარული, მაგრამ აი სასამართლო ეხლა რო ავიღოთ ეს სკლინტის სკანდალი, ეგრეთ წოდებული. სასამართლო საქმეს დაუკვირდე. ბიუბიუს ფლობელი ვინცა, უბრალოდ იმიტომ გამტყუნდა, რომ მეორე მხარე დაახლოებულია ქართულ ოცნებასთან. ეხლა ეგეც სასამართლოს როგორ ენდობი? რატო ენდობი? და მით უმეტეს ავტორიტარიზმის პირობებში ხო საქართველოს არ არის თვითკმარი ხო ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ბოლო 35 წლის განმავლობაში თუ 34 რას დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი დასავლური დაფინანსებით განხორციელდა ამ ქვეყანაში ხო რუსული ფულით არაფერი არ გაკეთებულა ამ ქვეყანაში კარგი მით უმეტეს ხო ნუ რუსული ინფრასტრუქტურით სამხრეთ ოსეთში აღგებული ყაზარმები ხო ერთადერთი რაც თვალსაჩინოა ხო და შესაბამისად ამ ქვეყნისგან რაღაც ავტოკრატიის და დიქტატურის შექმნა რომელსაც თან პლუს ფული არ ექნება, ხო, წარმოუდგენელია, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ აქ ვიცხოვროთ დიქტატურაში და ვიყოთ დიდრები. აუცილებლად სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტად გავღარიბდებით, მით უმეტეს თუ ეს გამოიწვევს ქვეყნას სამუშაო ძალის და ტვინების გადინებას და ფულის და კაპიტალის გადინებას, რადგან საქართველოს გასაყიდი ბევრი არაფერი არ აქვს, ხო? გარდა იმისა, რომ იყოს, თქვათ, თუნდაც ამ რეგიონში იყოს მაგალითი სხვა ნაკლებად დემოკრატიული და ავტოკრატიული ქვეყნებისთვის, რომ აი აქ არის პირობითად გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც მოდი თბილისში წავიდეთ და თბილისის სასამართლოში ვიდაოთ, ხო? აი წარმოიდგინეთ, რომ თურქი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ამაზე რო უთანხმდებოდნენ ერთმანეთს, ხო? გაცილებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა, მაგრამ აქ ჩვენთან ალიევის ერთი მოთხოვნით შეიძლება ის რა ქვია, ხო, მისი მოწინააღმდეგე ჟურნალისტი ქალაქის ცენტრში დავაკავოთ და თავზე ტომარა ჩამოცმული გადავცეთ ისე რომ ვერც ერთმა კამერამ ვერ დააფიქსიროს. ეხლა მსგავსი ტიპის ქვეყანას როცა უყურებენ, იქ მაშინ მაღალი მარჟა უნდა კონდეს, ხო, ინვესტორსაც რომ შემოვიდეს. მოგების უნდა გიღირდეს. ხო, რა უნდა გიღირდეს ეხლა რომ იქ ვიღაცასთან უნდა დაალაგო, ასე ვთქვათ, იქ ვიღაცა არაფორმალურად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და არ უნდა მოხდეს ფორმალურად, ხო და ამიტომ ეგ არაფორმალურობა არ იცი რა, დღეს ღარიბაშვილი დიდი კაცია, ვიღაცა მივიდა რომ მადლობა მართლმადიდებლობისთვის და ხვალ, აბა, კარგად მეყოლე. ხო. ხო, ვისთან ლაგდები ეგეც არის, ხო. ხო, ანუ ვისთან უნდა დავაგდე არ იცი. ეგ არის, როცა თამაშის წესებზე რაღაც შეთანხმება არსებობს, ხო? ეგ ერთია რა. თუნდაც შეიძლება არსებობდეს შეთანხმება თამაშის უკანონო წესებზე რა, ანუ ეგეთი რაღაცებიც ხდება, ხო, მსოფლიო და ქვეყნების პრაქტიკაში, მაგრამ არავითარი თამაშის წესები რო არსებობს, თამაშის წესები რო არის, რომ აი დავაგდი რა, როგორმე და მე უცებ სხვანაირად გადალაგდა სიტუაცია და ამას ნორმალური ბიზნეს მენი ამაზე არ წავა რა. ამიტომ რომ ახალი ფული არ შემოდის ქვეყანაში, ხო? ანუ ის ინვესტიციები რაც მცირდება და რასაც გვიყვებიან, ესეც რეინვესტირება არის უცხოეთში დარეგისტრირებული ქართული ბიზნესების საკუთარვე ბიზნესში. ეს ახალი ფული ფაქტობრივად არ შემოდის ქვეყანაში. მე მგონი ყველაზე ბოლო მსხვილი ინვესტიცია იყო, რომ ესპანურმა კომპანიამ ეს GVP იყიდა, თბილისის ეს წყალმომარაგების კომპანია, ხო, წლების წინ, ხო? და ის რაღაცა კაზინო რო გაიყიდა. ახლა წარმოიდგინეთ, რა დონეზე ვართ ინვესტიციების კუთხით და არც უნდა კონდეს მოლოდინი რომ მსგავს პირობებში აქ რაღაცა მით უმეტეს სანქცირებული ხელისუფლების პირობებში რომ აქ რაღაცა ის გაიზრდება ინვესტორის მოთხოვნა იქნება ინვესტორების მხრიდან მაღალი არ უნდა კონდეს ამის იმედი. აი ამაზე მინდა კითხოთ რა, ანუ ორი კითხვა. პირველი აი სანქციები ახსენე და სანქციების გავლენა თქვენი არის, ანუ სანქციების გავლენა პირველი ინდივიდებზე. აი ეკონომისტი ტევის მხრიდან დანახული უფრო მინდა და არა იმ მხრიდან რომ გასაგებია რომ რომელიღაც ქვეყანაში ვერ შევა და ნუ ვერ შევა და ნუ შევა. მაგრამ ანუ სანქციების გავლენა როგორც ცალკე ინდივიდზე და ასევე ანუ თქვენიათ ეს სანქციები რომელიც არის რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს თქვათ ქართულ ოცნების მორყევას. და მეორე ყოველივე ის რასაც გავდივართ ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში. გავდივართ ქვეყანა. ყველა ერთიანად ნაცი, ქოცი, შმაცი, რა ვინცა რა არა აქვს მნიშვნელობა. ყველანი ვინც აქ ცხოვრობთ, აი ეს როგორ აისახება ეს ევროკავშირთან ესე ჩამოცილება, დასავლეთისგან ჩამოცილება და ასე შემდეგ თქვენიანთ როგორ აისახება ეკონომიკაზე პირველ რიგში. თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ინდივიდუალური სანქციები რაც არის ჩვენთან და ნუ არის ერთი 15-მდე ადამიანი უკვე აქვს ფინანსური სანქციები ამერიკის ან ბრიტანეთის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენი ყველა არის აღუშვებენ ქვეყანაში. ესე რა ვთქვათ, ხო? ამ სანქციებს ყველაზე დიდი გავლენა აქვს დასანქცირებულ ადამიანზე და მათ ცხოვრებას რთულს ხდის. ამაზე ეკონომიკაზე გადადების ეფექტი აქვს მხოლოდ განწყობით.
რომ აი სენტიმენტები იცვლება, ეხა რაღაცა ცუდი მოხდება ამ ქვეყანაში, ფიქრობს ადგილობრივ მოსახლეობას და უცხოელი ინვესტორებს. თუმცა გიორგი ამბობდა არ შემოაქვს უცხოელებს ინვესტიცია და არც მანამდე არ შემოქონდა, სანამ ეს ხალხი დასანქცირდებოდა და ეხა ირაკლი რუხარძე რომ თავის ბიზნესში ჰოლანდიიდან ინვესტიცია დებს, ფხაკაძეები რომ მალტიდან თავის ბიზნესში ინვესტიციას დებს, ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებიდან ინვესტიციას და ასე შემდეგ ყველა სადღაც აქვს და მე აქტივი. ესენი გაგრძელდება მაინც, ხო? სანამ ეს ხელისუფლება, ეს ინვესტიციები რეინვესტირება იქნება თუ თავის კომპანიებზე მიცემული სასხები, ესენი გაგრძელდება. ხო, მაგრამ რაღაც პირველ ეტაპზე რომ დაიწყოს შემოდგომაზე, მე იყო ნოემბერ-დეკემბერში დიდი სანქციები, ქონდა ამას რაღაც გავლენა, იმიტომ რომ ეს ხომ მედიაში გადიოდა და არის ხა ამ ქვეყნის დასანქცირება იწყება და აქ რაღაცა ცუდი მოხდება და მაგალითად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დაახლოებით 2 მილიარდი ლარის დეპოზიტი ხალხმა ქართული ბანკებიდან ან გადმოიტანა, დოლარში გადაიტანა და დოლარიდანაც გავიდა დეპოზიტები კიდე ქვეყნის გარეთ. აი, ეხლა ბოლო მეოთხე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი რომ გამოქვეყნდა, იქ ჩანდა დაახლოებით 900 მილიონი დოლარის პორტფელიურ ინვესტიციები გავიდა. იყო ეს ძრები, ანუ წლის ბოლოს და დასაწყისში თვის. მაგრამ სიტუაცია უკვე ჩაწყნარებულია. იმიტომ რომ ლარი იყო 2.88-ზე და ჩამოვიდა 2.74-ზე, გუშინ წინ გამოქვეყნდა ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მარტის ანგარიშები და იქ უკვე დავინახეთ, რომ მარტში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი უკვე იყიდა. უკვე ლარის გამყარებას აფერხებს. წარმოიდგინეთ რა დონეზე აღარ ეშინიათ, რომ ლარის გამყარება აღარ უნდათ. ცდილობს 75 დონეზე შეინარჩუნოს, ხო? როცა აი არჩევნების რო 700 მილიონი დოლარი რო გაყიდა, ხა პირიქით დაიწყო. უკან იყიდა ეს ერთი. მეორე, რაც გითხარით დეპოზიტებზე, იგივე მარტის სტატისტიკაში უკვე ჩანს, რომ 400 თუ 500 მილიონი ლარით ლარში დეპოზიტებიც გაიზარდა. როცა 5 თვე მცირდებოდა და უკვე ეს უჩვენებს, რომ აი მარტიდან და აბლად აპრილში ეს ეგრძელდება, ეს სენტიმენტების მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმიტომ რომ დაინახეს, რომ ხა ეს აქციები ჩაწყნარდა, ასე მშვიდობიანად გადავიდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შეიძლება ვთქვათ, დუმილი და ისეთი ზეწოლა არ არის, როგორც წინა ადმინისტრაციის, არ ვიცით რა იქნება, შეიძლება უფრო კაცრიც იყვნენ ხვალდაზეგ, მაგრამ ჯერჯერობით 20-იანვრიდან მოყოლებული არავინ ახალი არ დაუსანქცირებია ამერიკას და რამე მკაცრი მოწოდებებიც არ ყოფილა და ეხა ეს პანიკა და შიში თანდათან შენელდა და ხალხს აღარ ეშინია ლარში შეინახოს თქვა ანგარიშზე თანხა და ასე და ლარის კურსზე ზეწოლაც შემცირდა. თანხა სეზონური ამბავიც არის, გაღდგომა იყო, ტურიზმი გაიზრდება რაღაცა, მოკლედ ეს რაც ძალიან საშიშად ჩანდა დეკემბერ, იანვარში, რომ ლარი მირბის, დეპოზიტები გარბის და ახალ სანქციები ეტაპს გაჩერებულია. ეგ უნდა იცოდეს. გაურთულდა ეს არ ნიშნავს, რომ ამას ეფექტი არ ექნება. ამიტომ ეს ძალიან აწუხებდა, ამის გამო შეიძლება ქცევა შეიცვალო. და იმიტომ რომ სხვებზეც გადავა ეს ახალი დაემატება. ბიზნესმენები არ იქში. ხო, კაი, ამერიკა ეხა პასიურობს, მაგრამ ბრიტანეთი უკვე კარი ტემპით მიდის. ორი ის კონდა წება და დასანქცირება და მომდევნო ეტაპი უკვე შეიძლება ბიზნესმენებზე გადავიდეს, რომელთაც ეს ყველაზე უფრო მტკივნეულია, ხო? ევროკავშირს საერთო სასანქციო პოლიტიკა აქვს და არ შეუძლია ფინანსური სანქციები ისე დაადოს, თუ 27 ქვეყანა არ იქნება თანახმად და უნგრეთი სლოვაკეთი ნაკლებად უნგრეთი ჭედავს ამას და ამის იმედზე არიან, მაგრამ ეხა ინდივიდუალურად სავიზო შეზღუდვებს აკეთებენ. ეს გაფართოვდება კიდევ უფრო ამ სავიზო შეზღუდვებზე, მაგრამ მე ისე ვიმეორებ, რომ ამას არ ექნება ისეთი ეფექტი, რომ თქვა ბიუჯეტში პრობლემა გაჩნდეს. აი რითაც დავიწყეთ ეს გადაცემა, რომ გადასახადები აღარ შევიდეს და მთავრობას ფული აღარ კონდეს და ხელფასი და პენსია ვერ დაარიგოს. ეგეთი ეკონომიკური კრიზისს არ მოიტანს. მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება. თუ არის 9, იქნება 4-5, რაც მაინც ნორმალურია. ეს რომ გადასულიყო ისეთ ზეწოლაში, რომ სანქციებს მართლა შეშინებოდა ხელისუფლებას, უნდა ყოფილიყო ეკონომიკური სანქციები, ფინანსური სანქციები. ქვეყანაზე რაც ალბათ არც განიხილებოდა ყოველ შემთხვევაში, რეალურად არ განიხილებოდა. აქ იგულისხმება, რომ თქვა შეჩერებულიყო ყველანაირი საგარეო სესხის მიცემა, რომელიც დაახლოებით მილიარდი დოლარამდე მაინც წელს დაგეგმილია, რომ შემოვიდეს საქართველოში. საუბარიც კი რომ დაწყებულიყო ეროვნული ბანკის რეზერვების გაყინვაზე ან ბანკების SWIFT-დან გათიშვა. არც დაწყებულა და ამის ახლა არ მინდა ხალხი ყოლა შევაშინო, არც დგას დღის წესრიგში ეს ამ წუთას, მაგრამ ეგ საუბარიც კი ძალიან დიდ პანიკას გამოიწვია. აი მე გვენახა ჩვენ ბანკებიდან თანხის გატანა და ასე შემდეგ და ხო, განწყობა გამოიწვია. ეგ ხელისუფლებას შეაშინებდა.
ვიღაცა სერიოზულად რო ეთქვა ამერიკიდან დიდი ბრიტანეთიდან რომ ეხა თქვენ რაღაცას პატიმრებს არ გამოუშვებთ და ჩვენ განვიხილავთ ქართული ბანკების SWIFT-დან ორივე ქართული ბანკი ფორმალურად ბრიტანულია TBC-ის და საქართველოს ხო რაცაა ჩვენი საბანკო სისტემა უკვე შებრუნდებოდა ეგ სურათი სხვანაირად შებრუნდებოდა ხო და ნუ ეხლა ეს რატო არ მოხდა არ ვიცი ხო საკითხია მაგრამ ამიტომ არის ის ტყუილი მოლოდინები ეხლა კიდე რაღაცა 20 მოსამართლე მიემატება თუ 10 პოლიციელი ეგ კი ეგ ქცევას ამ ინდივიდებს ეგ შეიძლება გამოსავალი იყო და ამან შეიძლება თავის შედეგი მოიტანოს მაგრამ ეკონომიკაზე ვსაუბრობ ხო ადამიანების ქცევის სპეციალისტი არ ხო, ხელისუფლების სურვილი სხვათა შორის იყო ის, რომ ეჩვენებინა, რომ თითქოს მათი დასანქცირება რაღაცა პირდაპირ უკავშირდება ხალხის დასანქცირებას და ვითომ ხელისუფლებას თუ გისანქცირებენ, ამიტომ ხალხს შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას. ახსნა ძალიან კარგად ვესმო, რომ ეს ასე არ არის და მათ შორის არ არის თქო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქმედება, რაც შეიძლება გამოიყენონ, თქო ის ქართული ოცნების ბოლოდროინდელი რიტორიკა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით მინდა თქო სანქციების თემას რომ შევეხო. ესეც სანქცია ერთგვარი, ხო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის დამსახურებების გამო მივიღეთ რაღაცა ბენეფიტი და ამ ბენეფიტს ვერ გაგვიგრძელებენ თუ ჩვენ ვიქნებით აქ ბელორუსისნაირი ქვეყანა. ხო, ბელარუსს არა აქვს და არც რუსეთს თავისუფალი ვიზო მიმოსვლა უბრალოდ ევროკავშირთან. ხო, და არც ექნება მათ შორის საქართველოს თუ იქნება ისეთი ქვეყანა როგორიც არის რუსეთი და ბელარუსი. ამიტომ არავის არ უნდა გქონდეს აქ ილუზია, რომ მართლაც გადაიმტროს მუხლზე ვიზა ივანიშვილი მთელ იმას რა ქვია მასმედიას პოლიტიკურ პარტიებს და თვითონ უვიზოდ ივლიან იმაში იაფად ქუთაისის აეროპორტიდან მილანში ვეღარ ივლიან ამას უნდა ხვდებოდნენ აი ამ ხრივ შეიძლება ეს შეეხოთ და პლუს იქ არის ძალიან ბევრი დასაქმებულია მათ შორის ხო ამ უვიზო მიმოსვლის წყალობით სამთვიან სამუშაოებზე პოლონეთში გერმანიაში ჩადიან იმუშავებენ სამთვეს მერე ჩამოდიან სამით აქ იმპულს ხარჯავენ ასე ვთქვათ ოჯახებს ახმარენ შემდეგ უკან ბრუნდებიან ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია სამკურნალო წასვლაზე და სხვა ხო ფაქტორებზე რო არ ვისაუბროთ რასაც რა თქმა უნდა გავლენა ექნება და მათ შორის შეიძლება აი მოლოდინების კუთხით ეკონომიკაზეც აისახოს თუმცა ეს საბოლოო ჯამში თუ ხელისუფლება მოახერხებს ამ მოლოდინების გადატეხვას რაც პრინციპში რითიც მიაღწია შედარებით ეკონომიკურ სტაბილურობას ამ ეტაპზე არის ის რომ ის მოლოდინები რაც იყო დეკემბერ-იანვარში მოლოდინები იყო მხოლოდ რაღაცა ჩამოიქცეოდა ხო იგივე მე მახსოვს ფარცხალაძესთან დაკავშირებით ნათეთურნავა ბრძანება რო გამოსცა მეორე დღეს კინაღამ ჩამოგვექცა საბანკო სისტემა იმიტომ რომ ხალხს ეგონა რომ ბანკები არ შეასრულებდნენ ამ ამერიკულ სანქციებს ხო და ვაი მე ესენი რო დაასანქცირო და ხალხი მიერეკავდა და მეკითხებოდა ფული ხო არ გამოვიტანოთ ჩვენი ანაბრები და ანგარიშები ბანკებში ხო არ დავხუროთ და ნუ მე ვცდილობდი ამ მშვიდობინა მაგრამ შემდეგ ამასაც მიხვდა ხალხი რომ თქვა ბანკები ამ სანქციების რეჟიმს ემორჩილებიან და ვინც არ უნდა დაასანქცირო მათ შორის ბიძინა ივანიშვილი იქნება და შინაგან საქმეთა მინისტრი ბანკები მათ დაუხურავენ ანგარიშებს და მომისმინეთ წუწუნი ქართული ოცნების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების ხო როგორ უახლესი წუწუნი ეგ იყო რომ შევწუხდით ხალხს ხო ვეღარ დამალა რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურად მათ ზეგავლენას მოახდენს და ძალიან კარგია თუ ეს ქვეყნის ეკონომიკას არ დააზარალებს და დააზარალებს იმ კონკრეტულ დამნაშავეებს ვისი ხელების არის გასწრილი თქვათ იგივე დეკემბრის დასაწყისში 500-მდე ნაწამები ახალგაზრდის სისხლში ეგ ხელების გასვლა დღემდე გრძელდება. ხო. მეორე ის კუთხე უცბად უნდა უპასუხო ეს ევროპაზე რო თქვი მეორე ნაწილში და დამოკიდებულებას და ეს შევადაროთ მოდი რუსეთს რადგან ხშირად საუბრობ და რაღაც ესეც ცნობილია და თითქოს ევროპაზე არ იყოს ამოდებული. ხო, რუსეთიდან სულ შემოვაი შარშან აი ორი აი რაღაც შავი ფული თუ ბიტკოინია რაღაცა 3 მილიარდი დოლარი იყოს აი ყველაფერი ერთად ტურიზმი ვაჭრობა ფულადი ეგე ძალიან გაბერი 2024 წელი რო ავიღოთ. ეგე ძალიან გაბერილი რიცხვია მაგრამ ავიღოთ რო არ შეგვეშალოს იქეთ იყოს 3 და ევროკავშირზე მე დასავლეთის ქვეყნებში ევროკავშირი ამერიკა ბრიტანეთი ერთად დავთვალე 2023 წელს ოღონდ აი ძალიან ისე ავიღე იქ პირიქით პესიმისტურად რომ აი ზუსტად არ ვიყავი არ ვიცოდი არ ვიყოდი 8 მილიარდი დოლარი შემოვიდა აქ შედის საქონლის ექსპორტი მომსახურების ექსპორტი ტურიზმი IT-ის ექსპორტი გრანტების ესხები ფულადი გზავნილი ინვესტიციები ყველაფერი ერთად 8 მილიარდი შემოვიდა ხო ანუ შენ ესე გეშინი არის რეალურად 2.5 მილიარდია რუსეთიდან ვაიმე ხა ის რო დავკარგო რაღაცა და
და აქეთ რას უშვები 89 მილიარდი როა. ხო, აქედანაც კარგად ჩანს იგივე ეხლა რას დავიწყე სუვერენიტეტის თემა. უბრალოდ შენ ევროპა არ გემუქრება ამით. რომ აი მართლა ხო არ გთხოვს რომ ჩემ ჭკუაზე იარეთ თუ არა, ეხლა ვაჭრობას ჩაგიკეტავთ და საზღვარ ჩაგიკეტავთ, ეგეთი რამე არც კი ისმის, ხო, ბუნებაში რასაც ყოველდღე მოველით რუსეთისგან თუ რაღაცა შეიცვლება, ხო. მაგრამ ეს უნდა იცოდე საქართველოს მსავა თუ რამეა დასაკარგი დასავლეთიდან არის დასაკარგი. ვერაფერი ვერ უშველის ამას, ხო? გასაგებია 8 არ შეცვალა 2 მილიარდი რო აღარ შემოვიდეს იმ რვიდან, სად მივდივართ მე? რითი ავსებ იმას? ლარიავა 4-ზე და მეცზე 5-ზე კურსზე გაიქცევა. ამათი დამახასიათებელი ძირითადი ნიშან-თვისება რაც არის, ქოცნებას გულისხმობ, ეგ არის მულტიფარი ტყუილები. საქართველოს ჯგუფი არის ყველაზე დიდი ბიზნეს ჯგუფი საქართველოში. რა უამრავ მსხვილი ბიზნესი აქვს. პირდაპირ რო შედიხარ, თავის პირველ გვერდზე უდევს, რომ 3 მილიარდი დოლარი გვაქვს მიღებული EBRD-დან. EBRD არის ევროკავშირის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი. და პირდაპირ უწერია დიდი ასოეთ პირველ გვერდზე, ამით აქვს უამრავი ბიზნესი გაკეთებული. აი ესეთი თანხები რო შეწყდეს, მე სად მიდიხარ? არა, მაგის გარდა ახლა რეალურად რო აიღო, ხო? აი აბსოლუტური სუვერენიტეტი მართლა ან საფლავშია, ან უკაცრიელ კუნძულზე. არ არსებობს აბსოლუტური სუვერენიტეტი. ან ოჯახის წევრები ყავს, და მე პირადად, რავი, ჩემი ბიძაშვილი პოლონეთშია, ბიცოლა ჩემი იტალიაში და ასე შემდეგ რა და ამაში არაფერი უცხო არ არის. ამაში აი ისეც არაფერს არ უძახი რა. საქართველოში თუ საკუთარ ქვეყანასვე არ მოპარე მილიონები და ასე შემდეგ ყველა ოჯახში ვიღაცა არის, შორს წასვლა არ გჭირდება, რომელიც ან ამერიკაშია, ან ევროპაშია, იქიდან ფულს რეალურად სამწუხაროდ თუ რავი, როგორც არა, რეალობა ის არის, რომ ყველაზე დიდი ექსპორტი საქართველოსდან არიან ქართველები. რა? ის ხალხი, რომელიც ფულს აგზავნის, რომელიც იქ რაღაც 4 მილიარდზე მეტი იყო გადმორიცხვები შარშთან, ხო და მათ შორის კარგია რომ რუსეთის წილი შემცირდა. ყველა რომ დაბრუნდეს საქართველოში, პირობითად რომ ყველა დაბრუნდეს. რა? და რავი, სუვერენულები რო იყო, ჩავიკეტოთ დიდის, ავაშენ ტყუილს ამბობენ, გაიგე? ადვილად გადამოწმებათ ტყუილს, უბრალოდ ამ ტყუილს ახვევენ ისევ და ისევ. მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელიც მათ პროპაგანდას უსმენს, რა? თორე ეხლა რა სისულელია, როგორ უნდა იყოს აბსოლუტურად სუვერენული. რომელიმე ქვეყანა. აი ხა, ამასთან დაკავშირებით ზუსტად გადაცემის ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდოდა მეკითხა შეერთებული შტატების და ჩინეთის აი სატარიფო ომზე, მოდი ესე ვთქვათ რა. ისევ და ისევ არანაირი ეკონომიკა დღეს სოფლიოში არ არის სუვერენული, რა. არ არსებობს ეკონომიკა, რომელიც 1/2-ზე ან 3/3-ზე, 4-ზე არ არის დამოკიდებული. ხო, შენ ვიღაცას განყიდულობ გაზსან ნავთობს, სოიოს, ის ვიღაცა ყიდის მანქანებს, მე ის თავის მხრივ ამ მანქანიდან ნაყიდი ფულით რაღაც სხვას ყიდულობს და შემდეგ და ანუ რაც მოვიდა ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან მალევე დაიწყო ეს სატარიფო პოლიტიკის გამკაცრება, არა და სატარიფო პოლიტიკა უნდა ითქვას, რომ ბაიდენმა ისედაც გამკაცა ჩინეთის მიმართ. ჩინეთმაც მიიღო რაღაც პასუხები, მაგრამ ნუ ეს 155%-ზე არასულა. რა ეს ტარიფების აწევა და ასე შემდეგ და ისევ და ისევ ეს ორი ეკონომიკაც ერთმანეთზე ძალიანაა დამოკიდებული. მაგალითად ერთ-ერთი რაც ჩინეთმა მალევე დაიწყო, თან ისე საკმაოდ ესეთი ჭკვიანური იყო, ანუ ჩინეთი ძალიან ბევრ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყიდულობს შეერთებულ შტატებიდან. და ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვინც აწარმოებს, არის ეგრეთ წოდებული წითელი შტატები, ანუ რესპუბლიკელების შტატები არიან და სიტყვაზე დაიწყო სოიოს შესყიდვა უკვე ბრაზილიიდან მხოლოდ, იგივე ღორის ხორცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩინეთსაც შეუძლია ძალიან ადვილად უპასუხოს ამერიკას, უპასუხა კიდევაც როგორც ტარიფების აწევით, ასევე სხვა ქმედებებით შეუძლია ვთქვათ, რაღაც მეტალები არ გაყიდოს იშვიათი ამერიკაზე, მაგრამ ამით ჩინეთიც ზარალდება, შეუძლია რაღაც სხვა ნაბიჯებს მიმართოს, მაგრამ იმდან გადაჯაჭვულია ეს ორი ქვეყანაც ერთმანეთში, რომ ერთმანეთის დაუზარალებლად ამას პრინციპში ვერ აკეთებენ. მეორე მხრივ ამერიკას აქვს თავისი, მოდი ეს ვთქვათ, ლეგიტიმური, როგორ ვთქვათ, საწუხარი, რომ სულ უფრო და უფრო ცირდება პარიტეტი ამერიკასა და ევროპას, ისა ამერიკასა და ჩინეთის შორის, ეს ვთქვათ, თუ ამერიკა იყო უპირობო ლიდერი ვაჭრობაში მსოფლიოსში, ნელა ეს ვთქვათ უთანასწორობა შემცირდა ჩინეთთან, ჩინეთი ეწევა ამერიკას, იგივე მანქანების წარმოება რო ავიღოთ, ჩინეთი დღეს ხდება ერთ-ერთი დიდი მანქანად წარმოებელი ქვეყანა რა. მეორე მხრივ გამოწყვეტილი ვიზრდება ამერიკის საგარეო მალი, ელემენტარულად 2 ტრილიონზე მეტი უკვე მარტო მომსახურებაში გადასცეს. ხო, ანუ რო თქვა, რომ
ღმერთო და ამათ რა მე საწუხარი არა აქვს, ეგეც არ იქნება სწორი რა. პლუს ჩინეთი რაც უფრო გაძლიერდა, ეხლა საერთაშორისო ურთიერთობების ხედავ რაც შემიძლია თქვა, რაც უფრო გაძლიერდა ჩინეთს რაღაც მილიტარისტური რიტორიკას და ნუ საბოლოო ჯამში ვერც იტყვი რომ ამერიკა რას აკეთებს არ არის ან საფუძველი არა აქვს. ტარიფები ახლა თავიდან მარტივად ვთქვა თუ გასაგები ეკონომიკურად არასწორია და ორივე ქვეყანა კარგავს, ეს რაღაც კლასიკას გავცეთეს და ამაზე მე მგონი მარტო ტრამპის ერთ-ერთ რჩევებს მგონი მართლა გულწრფელად ჯერა და მასკთან რო ქონდა დაპირისპირება აღარ მახსოვს. ნავაროს ხო. გვარი და იმაცე ამბობენ რომ ხო, მაგრამ არის ესეთი ძალიან 2-3% ეკონომისტებში რომ რაღაცას ხედავენ. ამაში ხო, მაგრამ შენ კარგენი რომ ფართო სურათში დაინახე, მეც ვერ წარმოვიდგენია ეგ რომ მართლა მაგითო კეთებოდნენ რომ ჩინეთთან სავაჭრო ბალანსი გამოუსწორდეს და ეს იყოს თავარი დანიშნულება ამის ხო უფრო და ძალიან ცვალებადია ეს სიტუაცია შეიძლება ხა ჩვენ რო გვსაუბრობ და ამერიკაში გათენდება ერთი რაღაც დაპოზიტოს პრავა და გავაუქმე ტარიფებიო რო გავალ დაგხვდეს ეთერი და გაუქმებული ხო ეს ძალიან ცვალებადია მაგრამ ამას ჩვენ რატო გააკეთა უფრო დავინახავთ აი სწორედ იმ დროს როცა ეს ტარიფები უეჭველი დაიწევს ეს წარმოუდგენელია ხა დიდხანს ისე დარჩეს ხო 100%-ამდე ხურივე ქვეყანას მეტი ხო აზრი აქვს დაკარგული მაგრამ აი რო დავინახავთ რის გამო დაიწია დავინახავთ რის გამო გაკეთდა ხო რაღაცა შეთანხმების გამო ეგ ტარიფები წამოვა ქვემოთ ესე იგი ეს ყოფილა მიზანი ეს შეთანხმება მიგეწია სინამდვილე შეიძლება იყოს მე შენ უფრო ხარ ამის სპეციალისტი შეიძლება ამით ტრამპ გარანტიას იღებს რომ ტაივანს არ დაესხა თავზე ხო სწორად ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის ტაივანის მხარდაჭერა და ბიზნესურად და შეიძლება ხო ამაში გაცვალოთ არ ვიცი ხა გავცდი ჩემ კომპეტენციას მაგრამ რაღაც ესეთი პოლიტიკური მიზეზი გონია ამის ხო მეორე ხა რაც შეეხება რომ ეკონომიკა ამბობს რომ სინამდვილეში ვაჭრობაში მოგებაწაგებული არ არსებობდა შენიგები, იმიტომ რომ სამაგიეროდ იაფჩინურ პროდუქციას ყიდულობდა ამის შენ ეროვნული დანაზოგი გეზდება და რაღაცა და ასე შემდეგ. ისიც არის რომ მეორე მხრივ შენ თუ სავაჭრო ბალანსი დიდხანს დეფიციტი გაქვს, ამას შენ აბალანსებს საგარეო ინვესტიციით და ვალი და მათ შორის დიდი ნაწილი ვალია. ის სახელმწიფო ვალია რაც შეთქმა რა ვალი, მაგრამ ანუ ვალის მიმცემიც მე ჩინეთია. ამერიკას რო ობლიგაციები უჭირავს რაღაც 800 მილიარდის ამერიკის იმის რაღაც ობლიგაციებს ხო და გახდა ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთი ამერიკისთვის ეს არის მეორეა ჩინეთი ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიურად არა მარტო ეკონომიკურად ელექტრომანქანებია თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ეს აღარ არის უკვე made in China-ს რო დავცინოთ და მალე გაბუჯდება ეს აღარ არის უკვე საკმაოდ მაღალ ხარისხს აკეთებენ ინტერნეტი 5G ხო პირველად გააკეთეს უკვე სამხედრო იერარქია ყველაფერს დიდი ესე თქვა ისლა აქვს და მე გაქვს კომუნისტური დიქტატორული ქვეყანა, რომელიც ძალიან საშიში ამას რაში გამოიყენებს, ხო? ამ დაგროვის და დაიწყო სამხედრო კუნძულების შენება და რაღაცა, ისე როგორც ამერიკას დიდი ხანი აქვს სამხედრო ბაზები ოკეანეში, რაღაცა ამ მიმართულებით მიდის დაიწყო soft პოლიტიკა ღარიბ ქვეყნებში შედის ფულით, ინვესტიციებით და მოკავშირე მთავრობებს ეძებს და აქ დაახლოებით რა დილემა, იცი, ბოდიშო, გატყობდი, დაახლოებით არის გერმანიის დილემა, როდესაც იაფიგაზე ჰქონდათ რუსეთისგან, რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი შემოსავლები, მაგრამ რუსეთმა რაში გადაზარდა საბოლოო ჯამში ეს მიღებული ფული და ნაშოვნი ფული, იმაში რომ, რავი, ხო, იმპერიის აღდგენა და ჩინეთს ეს არის რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს ჯერ მაგალითად რომელიმე მეზობელ ქვეყანას დაესხა თავს და მისი ოკუპირება, მე არ ვიცი, შეიძლება ხა 50 არ ყოფილა. ვიეტნამთან ჰქონდა ჯერ 70-იანი. ხო, რაღაცა რუსეთზე გვაქვს ერაყი, ქვეითში ვარ და რაღაცა აფრიკულ ქვეყნებში ხდება, მაგრამ რაღაცნაირად ალბათ არ ვიცი ან დაზვერვა მუშაობს რაღაცა, მაინც დობა არ არის, ხო, დიქტატორული კომუნისტური რეჟიმი რო იძლიერდება, ალბათ არის მინიმუმ ტაივანზე ამის მოლოდინი, რომ აი მე ექსპანსიაზე გადავიდეს. და ჯობია ეხლა ეგ შეაჩერო, ხო, ვიდრე მე ძალიან ძვირი დაგიჯდეს ამის შეჩერება, თორემ მე ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ეკონომიკური მიზეზებია სატარიფო ომის და ეხეს მართლა არის მით რომ ხო საქართველოს რაც შეეხება ჩვენც დაგვიწესეს ხო ის რაღაც მინიმალური 10% 10% ეს ყველაზე აუტიზმი ხო ყველას პინგვინებიან ხო იმიტომ რომ ჩვენ უარყოფითი ბალანსი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შაშამ მხოლოდ 151 მილიონის პროდუქცია გავყიდეთ რომ ჩავხედეთ და სადღაც 600 მილიონის მანქანები შემოვიდნენ ხო თუ მეტის ხო აუ ბოდიში ძალიან ბევრი ხო საიდანაც მე გავყიდეთ პლუს სხვა ქვეყნებში რა თქმა უნდა ეს ავტომობილი მაგრამ ამერიკასთან უარყოფით სავაჭრო ბალანსი გვაქვს მაგრამ ძირითადად სავაჭრო პროდუქცია შარშანი ყოფერო შენადნობები და წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული იანვარ-თებერვლიდან და ჭიათურაში პრობლემებიც მოგიხსენებათ საერთაშორისო ბაზარზე ფასი შემცირდა ამ სილიკონ მანგანუმზე და ჭიათურაში რასაც მოიპოვებენ მე ფერო რასაც გადაამუშავებს ამაზე და ღვინო და სპირტიანი სასმელები და არაალკოჰოლური სასმელები იყო ძირითადი და მათ შორის სხვა იგივე
თქვა ბოლნისის ოქრო და შენარევები იყო ჩვენი ვაჭრობის ძირითადი საგანი, რასაც ვყიდით. ამერიკაში შესაბამისად ეს ტარიფები ხომ მნიშვნელოვნად არ დაარტყამს, იმიტომ რომ ჩვენზე დაბალი ტარიფი ამ კუთხით არავის არ აქვს. ხო, რო თქვა რომ ვიღაცა რომელიღაც სხვა ქვეყანა ჩაგანაცვლებს, მაგალითად ღვინის ექსპორტში თან იმხელა არ არის ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტი, მაგრამ მთლიანობაში გამახსენდა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა საკმაოდ შეშფოთებული ძალიან ცნობილი ვიდეო გავრცელდა მის სადაც საუბრობდა რომ ძალიან ისეთი საშიში დრო მოდისო და ძალიან მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის ერთსულ მოსახლეზე პრემიერ-მინისტრი ღელავდა ამაზე, თუმცა რა ვიცი, ჩვენი ხელისუფლება მე მგონი ძალიან მშვიდად შეხვდა ამ ყველაფერს და არაჩვენა რაღაცა თავისი რეაქცია ამ ყველაფერზე. გასაგებია რომ არა გვაქვს ჩვენ დიდი ექსპორტი. ჩვენ როცა მოვაღწევს მთელი მსოფლიო შეიძლება დაქცეული იყოს თუ ესე გაგრძელდა, ხო. შესაბამისად საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეკონომიკურად არავინ ვერ იქნება მოგებული ტარიფების ომით, კაცობრიობა დაახლოებით ბოლო 2 საუკუნეა კაცობრიობა დარწმუნდა რომ ვაჭრობა არის ყველასთვის მომგებიანი. შესაბამისად მე არ მგონია რომ რაღაცა ეს პოსტულატი მნიშვნელოვნად შეიცვალოს რაღაცა მხოლოდ 2 ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისათვის. თქვენს მენდით გადაცემა საპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ში და იმედია მოგეწონებათ ეს და სხვა გადაცემები. კარგად გრძნობთ მომავალ შეხვედრამდე.